მოგესალმებით მწარე პოდკასტისა და საბას ერთობლივ ეპიზოდებში და მე-10 ეპიზოდს ვიწერთ დღეს. შეგახსენებთ, რომ მწარე პოდკასტი და საბა თანამშრომლობენ. რის შედეგადაც გვაქვს უკვე 9 ეპიზოდი ჩაწერილი სხვადასხვა ლიტერატურულ თემაზე. დღეს ვიწერთ მე-10-ს და ყველაფერი, რასაც ჩვენ საუბრობთ, ხომ უმეტესი ეს წიგნები ატვირთული არის თვითონ საბა რიდერში, რომელიც არის აპლიკაციის სახითაც, საიტის სახითაც შევიდეთ ინტერნეტიდან შეხვიდეთ და ძალიან ბევრი წიგნია, აუდიო წიგნებიც არის, ანუ ხმოვანი წიგნები, რომლის მოსმენაც შეგიძლიათ და ასევე, რა თქმა უნდა, ჩაულებრივი ელექტრონული ტექსტის ფორმატის წიგნები, ასე რომ ძალიან ბევრი რამის დაკითხვა შეიძლება დღეს ინტერნეტში ასეთი აპლიკაციების საშუალებით. პირადად მე თვითონ ვსარგებლობ ხოლმე. ძალიან ხშირად მაგალითად ხანგრძლივი მგზავრობა როცა მიწევს, აუდიო წიგნების მოსმენა კარგი გამოსავალი არის მაგ დროს და ნამდვილად გირჩევთ კარგ გახმოვანებულ წიგნებს, რომ მოусმინოთ გზაში. არანაკლებ სასიამოვნოა ხშირად, ვიდრე უბრალოდ ქაღალდზე წაკითხვა, იმიტომ რომ თანამედროვე საშუალებებს უნდა მოვერგოთ მეტნაკლებად და მე თავიდან თითქოს რომ მიჭირდა, ახლა უკვე ძალიან ვარ როგორც Kindle-ის მომხმარებელი, ასევე აუდიო წიგნებისა. დღევანდელი ჩვენი თემა არის სამეცნიერო ფანტასტიკა, როგორც ჟანრი. ჩვენ გარკვეულწილად ვისაუბრეთ ადრე ჟიულ ვერნის შემოქმედებაზე, რომელშიც გავკარეთ კბილი ამ საკითხსაც. და მაშინ სტუმრად ყავდა ლევან ჩხეიძე და დღესაც ის გვესტუმრა, რომ გავაგრძელოთ ჩვენი სამეცნიერო ფანტასტიკური სერია. მოგესალმები ლევან და მიხარია რომ დაგვიბრუნდი ამ პოდკასტების სერიაში. გამარჯობა ნიკა, მივესალმები შენი შესანიშნავი პოდკასტის მსმენელს. მადლობა. შეფასებისთვის ძალიან მიხარია ხოლმე საერთოდ მწარე პოდკასტზე ვინმე დადებითი გამოხმაურება რომ ხდება განსაკუთრებით აი ესეთი ადამიანებისაგან, რომლებიც ვიცი რომ ამ საქმეში, ანუ გულისხმობ იმას რომ ბევრს კითხულობენ, ბევრს წერენ, ბევრ კითხვებს ადგენენ, ბევრ პროექტებში მონაწილეობენ, რომელიც ინტელექტუალურ თემებზეა. განსაკუთრებით მათგან მიხარია ხოლმე ასეთი გამოხმაურება, თუმცა რა თქმა უნდა ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ისმის, ჩვენთვის არის ძალიან ძვირფასი, ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ზუსტად ეს იყო ამ პროექტის აზრიც, რომ რაც შეიძლება ბევრ ადამიანამდე მისულიყო განათლება აკადემიური ფორმით, თუ იქნებოდა ეს ცოტა უფრო პოპულარული, ანუ ორივე გარკვეულწილად შეზავებული. ახლა სუნელადი გამოცდილებით შემიძლია გითხრა, რომ ნამდვილად წარმატებით მიაღწია ამ მიზანს, იმიტომ რომ ჩემ გარშემო ძალიან ბევრი ადამიანი უსმენს ამ პოდკასტს და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა ინფორმაციის მიღების ძალიან ბევრ თემაზე. მე ძალიან მოხარული ვარ. მოდი სამეცნიერო ფანტასტიკის მოკლე შესავალს გავაკეთებ თუ რა არის, რაც წარმოადგენს, რათა მსმენელის ალბათ უმრავლესობა მიცის ისედაც რა ჟანრიც არის, მაგრამ ცოტა უფრო დავკონკრეტდეთ. რომ ეს არის იგივე sci-fi, როგორც უწოდებენ ხოლმე შემოკლებით, ძალიან ხშირად შეხვდება ტერმინი არა სამეცნიერო ფანტასტიკა, არამედ sci-fi უბრალოდ, რაც ნიშნავს უბრალოდ ამ ჟანრს და ეს არის ჟანრი, რომელშიც გასახანი ეძლევა ადამიანის ფანტაზიას, რაღაც ფუტურისტულ მომავლის კონცეპტებს, არის განვითარებული მეცნიერებისა და ტექნოლოგიის, კოსმოსის კვლევის, დროში მოგზაურობის, პარალელური სამყაროების და უცხოპლანეტელების შესახებაც. ზოგჯერ ხშირად აქცენტი კეთდება იმაზე, თუ როგორ მოიქცეოდა და უპასუხებდა ადამიანი მომავალში ტექნოლოგიისა და მეცნიერების განვითარებას. ასევე ენათესავება სხვადასხვა შორის ფენტეზის ჟანრს, საშინელებათა ჟანრსაც ძალიან ხშირად და სხვა სუბჟანრებიც აქვს, ქვეჟანრები ეგრეთ წოდებული. თუ რა არის საერთოდ ზუსტად სამეცნიერო ფანტასტიკა დავისაგანია და ბევრ ავტორს თავისებურად ესმის ხოლმე. ანუ არის წიგნები, რომელიც ზოგი მოიაზრებს, რომ არის სამეცნიერო ფანტასტიკა და ზოგი თulis, რომ სხვა ჟანრს განეკუთვნება. აი ეს ყოველთვის ხდება ხოლმე, იმიტომ რომ ჟანრი ხო უბრალოდ რაღაც ჩარჩოში მოქცევაა და ზოგჯერ უბრალოდ არ ემთხვევა ყველაფერი ერთმანეთს, როდესაც რაღაც ჩარჩოში გადანაწილებული არის, აი ზუსტად აი ამ ნიშნებით უნდა განისაზღვროს, რომ აი ეს არის თუ ეს არ არის. ანუ არსებობს ასევე, რა თქმა უნდა, მყარი და რბილი სამეცნიერო ფანტასტიკა, როგორც უწოდებენ, რომელშიც პირველში უფრო აქცენტი არის მეცნიერულ სიზუსტეზე, ხოლო მეორეში უფრო აი სოციალური მეცნიერებებია ხოლმე წინა პლანზე. არის კიდევ სხვადასხვა ძალიან მნიშვნელოვანი სუბჟანრი, ანუ ჟანრი საიბერპანკი, რომელიც უფრო ტექნოლოგიური პროგრესისა და
აი სოციუმში ტექნოლოგიების ინტეგრაციის შესახებაა და ძალიან პოპულარულია სხვადასხვა აი 90-იან წლებიდან მოყოლებული, განსაკუთრებით დღესაც ძალიან პოპულარულია. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ცნობილმა პოლონურმა კომპანიამ CD Projekt Red-მა გამოუშვა Cyberpunk 2077 და შესაბამისად აი ძალიან დაწინაურდა ეს ჟანრი სამეცნიერო ფანტასტიკაში. არის კიდევ ერთი ქვეჟანრი, მაგალითად, რომელშიც აქცენტი კეთდება სამომავლო ეკოლოგიურ კატასტროფაზე, კლიმატის ცვლილებასა და მის შედეგებზე და სხვადასხვა ალბათ ბევრ გახსენდება სხვა ფილმები, ნაწარმოებები და შემდეგ, სადაც არის ხოლმე დედამიწის მომავალზე, რომ დედამიწა გაუბედურებულია, განადგურებულია და აი ადამიანი როგორ უნდა მოიქცეს ამის შემდეგ წავიდეს სხვა პლანეტაზე საცხოვრებლად, თუ როგორ უნდა გამოასწოროს ეს ეკოლოგიური მდგომარეობა, ხო, არის ესეთი ტიპის ფუტურისტული ნაწარმოებები. სამეცნიერო ფანტასტიკა ისე რაღაც ფორმით შენ მახსოვს რომ წინა პოდკასტშიც როცა ჟიულ ვერნზე საუბრობდით, იქაც ცოტათი შევეხეთ ამას, რომ ანტიკურობიდან არსებობს ფაქტობრივად ასეთი თემები, ხო? კი, არიან კვლევრები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ფესვები ამ ლიტერატურული ჟანრის მიდის ანტიკურ ხანაში და ლუკიანეს ამოსატელის ნაწარმოებში, სადაც ვენერის და მარსის მაცხოვრებლებზეა საუბარი და მე ასე შორს არ წავიდოდი, მაგრამ რაღაცა საფუძველი არსებობს, რა თქმა უნდა, ამისი რა. რაც ეხება დეფინიციებს ამ ჟანრისა, როგორც შენ სამართლიანად აღნიშნე, რამდენი მკვლევარის და რამდენი ავტორიც არის, იმდენი დეფინიცია არსებობს სამეცნიერო ფანტასტიკის. მე მაგალითად, ყველაზე გასაგები ჩემთვის და საოპერაციოდ ყველაზე პრაქტიკული თვალსაზრისით ყველაზე გამოსადეგად მომეჩვენა რობერტ ჰაინლაინის განმარტება, რომ სამეცნიერო ფანტასტიკა ეს არის რეალისტური სპეკულაცია მომავალზე, მომავლის შესახებ, რომელიც დაფუძნებულია მყარ ცოდნაზე, წარსულისა და აწმყოსი, დაფუძნებულია ზუსტ სამეცნიერო ცოდნაზე და სამეცნიერო მეთოდის გამოყენებაზე მომავალში. აი ეს დეფინიცია მომეჩვენა, ჩემთვის გასაგებია ეს და მგონია რომ საკმაოდ ვრცელი და მრავლის მომცველი დეფინიცია, ასე ვთქვათ, ჰაინლაინის, რომელიც არის ერთ-ერთი დამფუძნებელი მამა, ხო არის ასეთი ტერმინი Big 3, Unholy Trinity of Science Fiction, ანუ წმინდა სამება სამეცნიერო ფანტასტიკის და სამ წერალს მოიაზრებენ აქ აზიმოვს, კლარკს და ჰაინლაინს და აი ეს რობერტ ჰაინლაინის დეფინიცია იყო, რომლის ციტირება მოვახდინე ახლა. კი, ნამდვილად, ეს ავტორები ალბათ ამ ჟანრის დამფუძნებელი მამებივით არიან, ხო? რაღაცა, რა თქმა უნდა, ჩვენ წინაზე როცა ვისაუბრეთ ჟიულ ვერნზე, ისიც გარკვეულწილად განეკუთვნება წინამორბედებს სამეცნიერო ფანტასტიკისა. და მე უფრო იცი რა დაწყნამდე მივედი, რომ ჟიულ ვერნი უფრო მატრიცა არის რა. ეს არის ასეთი შემოქმედი იმ ფრეიმვორკისა, იმ სივრცის და იმ ლიტერატურული ჩარჩოში, სადაც საერთოდ შესაძლებელი გახდა ასეთ რაღაცებზე წერა და ლაპარაკი ლიტერატურაში რა. უფრო აი ეს არის, როგორც ედგარ პო არის დეტექტივის სივრცის შემქმნელი, უფრო მეტად არის სივრცის და ფრეიმვორკის შემქმნელი, ვიდრე დღეს ნაკლებად აღიქმება რა. ახლა ოქროს ხოჭო რო წაიკითხო, ალბათ ვერ მიიღებ რა ისეთ სიამოვნებას, როგორცაც აიღებდა მე-19 საუკუნის კითხვა. ხო, ასევე მის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. კი, ჰერბერტ უელსიც ვახსენეთ ასევე მისი სამყაროთა ომები და ეს გონია რომ ნამდვილი მამა არის სამეცნიერო ფანტასტიკის. აი, სათხაც შეხვდა ასეთი განმარტება, რომ ჟულ ვერნმა გააღვიძა ჰერბერტ უელსი და მან შექმნა სამეცნიერო ფანტასტიკა და მგონია რომ ეს უფრო ახლოს არის რეალობასთან. კი, კარგი, საინტერესო ფრაზაა. ისე ზოგადად აი თანამედროვე სამეცნიერო ფანტასტიკას მაინც ძირითადი თემები არის, მაგალითად ის რომ უნდა იყოს მომავალზე, უნდა იყოს კოსმოსური მოგზაურობა, ხშირ უმეტეს შემთხვევაში არის ხოლმე ხო ამაზე აქცენტი, დროში მოგზაურობაც შეიძლება იყოს თემა, აპოკალიფტური ხედვა და მოლოდინიც არის ხოლმე გარკვეულწილად, აი სამყაროს დასასრული და ასე შემდეგ ასეთი თემები. მომავლის რომანტიკული აღქმაც არის ხოლმე, რომ აი ძალიან განვითარებული ტექნოლოგიების ეპოქაში ადამიანი როგორ ცხოვრობს იქ და უკვე როცა ანდროიდები ემსახურებიან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. უცხო პლანეტელები და მათი რასებიც ხდება ხშირად სამეცნიერო ფანტასტიკაში, რაც რა თქმა უნდა, ეს უკვე ფენტეზისთან ცოტა უფრო მეტად აახლოვებს სამეცნიერო ფანტასტიკას. შორეული სამყაროები, აი შეიძლება galaktikuri იმპერია რო არსებობს, მაგალითად, თუნდაც აზიმოვის და მასში ხო დასაბამში. როდესაც აი
galaktikიდან galaktikამდე ადამიანი მოგზაურობს ესე ვთქვათ faster than the light ანუ ასე ვთქვათ სინათლის დროზე უფრო სწრაფად გადაადგილება შესაძლებელი და მოძრაობენ ამ სივრცეში და ახალი ტექნოლოგიები უნდა იყოს რა თქმა უნდა ინტელექტი ბიოტექნოლოგიები ანუ ადამიანის სხეულის მოდიფიცირება ნაწილობრივ ან სრულად ევოლუცია შესაძლო ადამიანის როგორც მაგალითად იუნისში არის რაღაც რასები რომლებიც ადამიანები არიან მაგრამ უკვე აღარ არიან თვათ ადამიანები არამედ მათი ევოლუციის შედეგად სხვა ნიშნები განუვითარდა სხვა ორგანოები და სხვა გარემოში ცხოვრობენ მაგას შევეხებით ალბათ ჩვენ დღეს კი ნამდვილად ზოგადად ქართულ ენაზე საკმაოდ ბევრია სხვადასხვა სამეცნიერო ფანტასტიკა ნათარგმნი ფენტეზიზე უფრო მეტია ჩემი აზრით სამეცნიერო ფანტასტიკა ქართულ ენაზე გამოცემული და ნათარგმნი მათ შორის თითქმის ყველასი ძირითადი მსხვილი ავტორების ნაწარმოებები გვაქვს ქართულ ენაზე მაგალითად რა თქმა უნდა ხა ჟიულენი თავისთავად არის ძალიან ბევრი ნაწარმოები მისი 8 ტომეული პირველ რიგში და იმის გარდა სხვა წიგნებიც არის გამოცემული რა თქმა უნდა მისი ნაწარმოებიდან ყველაზე ფანტასტიკური ალბათ არის მოგზაურობა დედამიწიდან მთვარემდე და 80000 კილომეტრი წყალქვეშ ნათარგმნია აიზეკ აზიმოვის მე რობოტი მარადისობის აღსასრული დასაბამი ალექსანდრე ბელიაევი თავის ძროზე ხო ნუ ცნობილი ავტორი იყო ძალიან ადამიანი ამფიბია ადამიანი ფილმიც არის გადაღებული თან ფილმიც არის ბახსოსის ფილმი და პროფესორ დოუელის თავიც არის ასე ხო ესე არტურ კლარკის ბავშვობის დასასრული და კოსმოსური ოდისეაც გვაქვს ქართულ ენაზე კი რობერტ ჰაინლაინი ახსენე და მისი უცხოთა ქვეყანაში და კაცი რომელმაც თვარე გაყიდა კარი ზაფხულში ანუ ეს წიგნები გვხვდება ქართულ ენაზე სტანისლავ ლემი რომელიც ახსენეთ უკვე სოლარისი მისი რა თქმა უნდა ეს კიდევ საბჭოთა ავტორია ხო ბოლო შესაბამისად დაცნობი იყო მეტაკლებად არკადი და ბორის სტრუგაცკები რომელიც სხვადასხვა ბოლო პერიოდში რეპრინტები გაკეთდა მათი წიგნებისა პიკნიკი გზის პირას და ძნელია ღმერთობა საინტერესო ძალიან ნაწარმოებები ზოგადად აი საბჭოეთს აქვს საკმაოდ დიდარი სამეცნიერო ფანტასტიკის სკოლა სხვადასხვა აღსანიშნავი არის ესეც ფილიპ დიკის არა არის გასაკვირი ხო იმიტომ რომ სამეცნიერო ფანტასტიკა ძირითადად ნუ მყარი ყოველ შემთხვევაში ძირითადად ტექნოლოგიებზე არის დაფუძნებული და მაშინ ორი ბანაკი იყო ხო რომელიც ტექნოლოგიებს ავითარებდა ეს იყო პირობითი დასავლეთი და საბჭოთა კავშირი ან ორივე ბანაკმა რომელიც მუშაობდა ახალი ტექნოლოგიების შექმნაზე დააგენერირა ამ ჟანრის რაღაც მნიშვნელოვანი ნაწარმოებები არ არის გასაკვირი რომ საბჭოეთსაც აქვს რაღაც თავისი კი თან მაგ პერიოდს უწოდებენ ხოლმე სამეცნიერო ფანტასტიკის ოქროს ხანასაც და შესაბამისად ორივე მხარე ამაზე ზრუნავდა რომ შეემატებინა რაღაცა ყველგან ორივე პოპულარული იყო ეს კოსმოსის თემა განსაკუთრებით რა და ამას გამომეცემა საშუალება სოლარისზე საუბრის მე ვიტყვი ამასთან დაკავშირებით საინტერესო მე მგონია რომ სოლარისი იმიტომ არის საინტერესო შენ ხო ბრძანე რომ ძირითადი თემები რა არის science fiction-ის სამეცნიერო ფანტასტიკის ეს არის კოსმოსური მოგზაურობა, დროში მოგზაურობა, ბიოტექნოლოგიები, მომავალი საზოგადოების მოწყობა და ერთ-ერთი ყველაზე მთავარი არის კონტაქტი. კონტაქტი, ანუ ასე ვთქვათ, პირველი შეხვედრა სხვა გონიერ არსებებთან, სხვა ცივილიზაციებთან და მე ვფიქრობ, რომ სოლარისი ლემის არის ამ თვალსაზრისით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოები. კი, ნამდვილად. განხილვის ღირსი არის ეს ამ კონტექსტში. თუნდაც შეგვიძლია გავაგრძელოთ ესია ფილიპ დიკით, იმიტომ რომ ფილიპ დიკი არ არის მარტო სამეცნიერო ფანტასტიკის მწერალი, მაგრამ აქვს ბევრი რამ დაწერილი ამ ჟანრში, ვალისი, თუნდაც უბიკი, რეი ბრედბერი, ერთ-ერთი გრანდი ხო, მართულების ცნობილი 1911 ფარენჰეიტით, მარსის ქრონიკა. ეგ არის ქრესტომატიული მაგალითი რბილი science fiction-ის, soft science fiction, რბილი სანახე. შენ სწორად აღნიშნე მაშინ, როცა დაყოფა გააკეთე ასე, რომ სოციალურ მეცნიერებებზე დაფუძნებული ლიტერატურა, რომელიც იკვლევს უფრო ინტერპერსონალურ ურთიერთობებს პერსონაჟებს შორის, რომლისთვისაც უფრო საინტერესოა საზოგადოების მოწყობა,
აი ეს არის რბილი სამეცნიერო ფანტასტიკა და ის რომელიც იკვლევს ტექნოლოგიებს, ხო, შეიძლება ფანტასტიკურად გვეჩვენებოდეს, მაგრამ მოთხოვნა არის რომ ეს ტექნოლოგიები არ იყოს აბსურდული, იყოს დაფუძნებული რაღაც ჰიპოთეზაზე. შეიძლება ეგეთი რაღაც, აი მაგალითად ძრავი, რომელიც გვაძლევს საშუალებას ვიმოგზავროთ ვარსკვლავიდან ვარსკვლავამდე, ან ინტერსტელარ ტრეველები გავაკეთოთ, ხო? ვიცით რომ სინათლის სიჩქარე არის აბსოლუტური ზღვარი, ხო, ბუნებაში დაშვებული სიჩქარეების, მაგრამ ეს ასე ვთქვათ ზღუდავს ჩვენ რა, იმიტომ რომ თუნდაც უახლოეს გალაქტიკებამდე იმდენად დიდია მანძილი, რომ 1000 წლეულები ან შეიძლება უფრო მეტი დაგჭირდეს იმისათვის, რომ მიაღწიო იმ გალაქტიკას. როგორ უნდა აუაროთ გვერდი ამ სირთულეს, ხო? უნდა მოვიფიქროთ მაშინ ძრავი, რომელიც რაღაცნაირად ამ ბუნებრივ აბსოლუტურ ზღვარს გვერდს უვლის. ეს შეიძლება იყოს მაგალითად ძრავი, რომელიც ამკვდებს სივრცე დროს, მაგალითად რა. ხო არის ეს დღეს ფანტასტიკა და რა თქმა უნდა ამას სერიოზულად არ განიხილავს ალბათ მეცნიერება, მაგრამ ეს ხომ თეორიულად შესაძლებელია. რაღაცა სამეცნიერო საფუძველი ამას აქვს, გამიგეთ? და ამაში არის მთავარი განსხვავება, რომ ის ტექნოლოგიები, რომლებსაც განიხილავს მყარი სამეცნიერო ფანტასტიკა, პრინციპში დაშვებადია და მათ ამ ჟანრის ლიტერატურაში აღწერილია კიდევაც დეტალურად ეს როგორ ხდება რა. ანუ ყურადღება ეთმობა ფიზიკას, ფიზიკის კანონებს და ტექნოლოგიებს. როგორ მიიღწევა თქვათ რაღაცა, აი მაგალითად მოგზაურობა სხვა გალაქტიკაში. Soft science fiction-ში ჩვენ ეს არ გვაინტერესებს რა, ანუ პირდაპირ გვევიდებიან, რომ არის რაღაცა ხომალდი, ჩაჯექი გავფრინდით, დავძლიეთ ეს ბუნებრივი ბარიერი, რაღაცნაირად აღმოჩნდით სხვა პლანეტაზე და მოხდა კონტაქტი, მაგრამ როგორ მოხდა ეს, როგორ დავძლიეთ ეს ბუნების კანონი, იქ არ არის აღწერილი. ანუ ფენტეზისთან უფრო ახლოს არის ეს ჟანრი შედარებით. ვიდრე არის ფანტასტიკა. შეიძლება ასე. აი მაგალითად Dune არის ძალიან კარგი მაგალითი soft science fiction-ის, რბილი სამეცნიერო ფანტასტიკის. იქ ჩვენ გვეუბნებიან რომ ეს ქართულად გვაქვს ასევე. კი და ერთ-ერთ თუ მე სწორად მახსოვს თქვენს ერთ-ერთ წინა ეპიზოდში თუ არ ვცდები ბატონი გაგა გობრონიძე იყო თქვენი სტუმარი, სადაც აბსოლუტურად ამომწურავად ისაუბრეთ Dune-ზე და მე არ ვიცი რა დავამატო ამას, მაგრამ ნუ აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში რის თქმა მინდოდა რომ იქ აღწერილი არის სუნელი, რომელიც არის გერიატრიული რაღაცა სუნელი, რომელიც აძლევს საშუალებას ადამიანებს ანუ არის რაღაც გილდია, რომელიც მონოპოლიას ფლობს კოსმოსურ მოგზაურობაზე და ამ სუნამოს საშუალებით რაღაცნაირად ხდება მარშრუტების გაკვლევა ვარსკვლავიდან, მაგრამ როგორ არის ეს დეტალურად რეალიზებული, ამაზე არ ველაპარაკი. ან ცოტა ფანტასტიკური. ხო, იცი რა, საინტერესო ტერმინს იყენებენ კოსმოსს კეცავენ, ან დაკეცვა ხდება რა. როგორ კეცავენ, აი ხო ხდება ეს შეიძლება აი hard science fiction-ის ავტორი ამას აღწერდა, იტყოდა რომ რაღაცნაირად გავლენას ახდენს სივრცე დროის მეტრიკულ ტენზორზე, გრავიტაციული ველი იმრუდება, რაღაცა warp drive-ია და რაღაც სამეცნიერო საფუძველს მოუძებნიდა ამას, მაგრამ ფრენკ ჰერბერტს ეს არ აწუხებს. მას უფრო აინტერესებს სოციუმი და ის სოციალური მოწყობა, ამ ხარკონენების და ატრეიდესების დაპირისპირება, ამ ხასიათების ევოლუცია, ძალაუფლების ბუნება, რელიგიური რწმენის ბუნება, ესეთი რაღაცეები უფრო აინტერესებს მას, ვიდრე კონკრეტულად იმის რეალიზაცია როგორ ხდება ამ სუნამოთი, როგორ მოგზაურობენ რა. აი ეს არის soft fiction-ის საუკეთესო ქრესტომატიული მაგალითი. კი, თან აი ეს ეგრეთ წოდებული ჰოლცმანის ეფექტი არსებობს Dune-ში, ხო, გამოგონილი რაც არის, რომლის საშუალებითაც ხდება აი ამ კოსმოსში სწრაფი გადაადგილებაც. ანუ ესე ქვია ამას, მაგრამ გამოგონილია, რა თქმა უნდა, ეს ეფექტი, აგეთი რამე არ არსებობს, მაგრამ იმ სამყაროში არსებობს, ანუ Dune-ის სამყაროში. ამიტომ ზოგჯერ ეჭვიც აქვს ხოლმე, რომ ის ავტორი ნამდვილად ჩვენ განზომილებაში და ჩვენ სამყაროში წერს მოქმედებას თუ არის რაღაცა პარალელური გამოგონილი გალაქტიკა, გამოგონილი პლანეტები და ასე შემდეგ რა. მაგრამ რაღაც კავშირი ყოველთვის მოიძებნება Dune-შიც ასევე ისტორიულ წარსულთან. შესაბამისად, იქ ჩანს რომ კი ჩვენი მომავალი არის და არა რაღაცა გამოგონილი იმის რეალობისა, ხო? ასევე ისტორიასთან, ლიტერატურასთან ისეთი კავშირია, ღრმად ჩადის ბერძნულ ანტიკურ კლასიკამდე, სადაც ატრიდესები არიან აგამემნონის მომავალი, ხო? კი, ასევე დიმიტრი გლუხოვსკის წიგნებიც ითარგმნა ბოლო პერიოდში, მეტრო 2023 ძალიან პოპულარული ხოთაშორის, ერთ-ერთი თანამედროვე პოპულარულ სამეცნიერო ფანტასტიკებს შორის. შეიძლება ის თითქოს და ის აი აქ არის ზუსტად ის პოსტაპოკალიფტური სამყაროს ფენომენი შემოტანილი.
გვაქვს ჩვენ ჰერბერტ უელსის წიგნები სამყაროთა ომი დროის მანქანა, ენდი უირის მარსელი, რომელიც ძალიან პოპულარული სამეცნიერო ფანტასტიკაა ბოლო წლებისა, ხო? ეს ხარდი არის, ოღონდ უფრო აქცენტი არის გაკეთებული უფრო ბიომეცნიერებებზე რა, იმიტომ რომ იქ იმ გარემოში აღმოჩნდება, სადაც თავი უნდა გადაერჩინოს რაღაცა. ხო, მარსზე კარტოფილის მოყვანა და ასე შემდეგ, ხო? ხო, ანუ, მაგრამ იქ ძალიან დეტალურად არის აღწერილი ეს ტექნოლოგიები, ანუ მას ადარდებს სამეცნიერო აკურატულობა რა, სიზუსტე, როგორ ხდება ეს პროცესები. ანუ იმას აგეუბნება, რომ გაზარდა კარტოფილი, არა, ის გიხსნის ყველაფერს, აი from scratch, ნოლიდან როგორ გაზარდა კარტოფილი და საკულტურები როგორ მოიყვანა, ესე იგი თავის გადასარჩენად იმ სხვა მტრულ გარემოში. ხო, ბერნარ ვერბერის ჭიანჭველების ბუდეც აქვს ქართულ ენაზე გამოცემული, ურსულა ლეგუინი, რომელიც არის არა მარტო სამეცნიერო ფანტასტიკის, მაგრამ აქვს სამეცნიერო ფანტასტიკაც, წყუდიადის მარცხენა ხელი, ხო, მაგალითად, უილიამ გიბსონის ნეირომანსერი ერთ-ერთი საკვანძოა ასევე ამ ჟანრში, რიჩარდ მორგანის სახეცვლილი ნახშირბადი, სხვათა შორის, რომელიც მე სერიალადაც გადაიღეს და როგორც ვიცი საკმაოდ კარგია. შანსერერს რომ არ ვახსენოთ, რა თქმა უნდა, აქ ჰოვარდ ლავკრაფტი, ხო, თულგუს захილი და ჰიპნოზი, ხო, აი ესეც რაღაც სპეციფიკური სამეცნიერო ფანტასტიკაა. ანუ ზოგიერთი ადამიანი შეიძლება არ თვლიდეს, რომ სამეცნიერო ფანტასტიკა, მაგრამ რეალურად არის ჰოვარდ ლავკრაფტიც, ხო, სამეცნიერო ფანტასტიკა. როგორც ყველა კლასიფიკაცია, რომელიც ადამიანის მიერ არის მოფიქრებული, ესეც პირობითია რა, ან ზღვარი ამ ჟანრებს შორის და სუბჟანრებს შორის, როგორც შენ გიყვარს ეს ტერმინი, ხო, ძალიან პირობითია და მყიფე არის, არ არის ეს მყარად და მაგაზეც არსებობს სხვადასხვაობა, ესა თუ ეს ნაწარმოები hard science fiction-ია, რბილია, საერთოდ არის თუ არა science fiction-ი, ასე რომ ძალიან ის არის რა, საკამათო თემა არის და არ არის ესე. კი, ნამდვილად. ხო, ჩვენ არ გვაქვს შესაძლოა რამდენიმე საკვანძო ნაწარმოები, მაგალითად არ არის ნათარგმნი ჰიპერიონი, ხო, დენ სიმონის, რომელიც ასევე ამ ჟანრის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწარმოებია და ბოლო პერიოდში შესაძლოა ძალიან პოპულარული გახდა ლიუცისინის სამი სხეულის პრობლემა, three body problem, ხო, რომელიც მასეთი ფურორი ალბათ ბოლო პერიოდში, ბოლო წლებში არც ერთ სამეცნიერო ფანტასტიკას არ მოუხდენია და მე მგონია რომ ალბათ ითარგმნება რაღაც დროის შემდეგ ის ქართულ ენაზეც. ყოველ შემთხვევაში კითხველისთვის, ვისაც აინტერესებს ეს ჟანრი, ან ჯერ არ წაუკითხავს, მაგრამ თემები მოეწონა და ფიქრობს რომ აი რა შეიძლება წავიკითხო, ჩვენ საკმაოდ დიდი სია წარმოვადგინეთ ქართულ ენაზე გამოცემული ესეთი ლიტერატურისა და მგონი საინტერესო უნდა იყოს მათთვის, ვისაც უნდა რომ კარგად გაერკვეს სამეცნიერო ფანტასტიკაში. მოდი ცოტა ესეთი ძირითადი თემებით დავიწყოთ. შენ ახსენე განსაკუთრებით სტანისლავ ლემი, ახსენე ართურ კლარკი, ახსენე აიზეკ აზიმოვი და ფიქრობ რომ აი ამადგან ყველაზე ნაცნობი მეტნაკლებად მაინც და ისეთი თემის შემომტანი, რომელიც დღეს ძალიან აქტუალურია, ანუ მათ შორის მოაზროვნე, ანდროიდი, რობოტი, ასე შემდეგ, არის აზიმოვი პირველ რიგში. ვინ იყო აზიმოვი და აი რატომ ითვლება ის ამ ჟანრის ასეთ დიდ მოღვაწე და ფუძემდებლად? ზოგჯერ ასეც მოიხსენიებენ ხოლმე მას. ну, იცი რა, ეს არის წარმომადგენელი ზუსტად იმ ოქროს ხანის, სამეცნიერო ფანტასტიკის ოქროს ხანის წარმომადგენელი, რომელმაც გარდაქმნა ეს ჟანრი და ასე ვთქვათ, აგრეთვე როგორც აი სხვა, აი როგორც ჟულ ვერნი და სხვები რა, ერთგვარ მატრიცად იქცა რომელმაც შექმნა ძალიან ბევრი არქეტიპული სიტუაცია, სიუჟეტი, პერსონაჟი, რომელიც მერე განავითარეს სხვა ავტორებმა, მერე ამას ფართოდ შეაღწია პოპულარულ კულტურაში, ამაზე არის გადაღებული ათობით, ასეულობით ფილმი, კომპიუტერული თამაში ამაზე დაფუძნებული და შეეხო ძალიან ბევრ მნიშვნელოვან პრობლემას და დილემას, რომელიც დაკავშირებულია სამეცნიერო ფანტასტიკის მთავარ თემებთან, როგორიც არის მაგალითად ხელოვნური ინტელექტი ან ადამიანის ექსპანსია galaktikაში. მე ვფიქრობ ეს არის მისი შემოქმედების ორი მთავარი ლაიტმოტივი, ასე ვთქვათ რა, ხელოვნური ინტელექტი და კაცობრიობის ექსპანსია
კოსმოსში. ნუ ასევე ეს არის წარმოუდგენელი ნაყოფიერების ადამიანი, აი როგორც ჟულ ვერნი იყო, აი ასეთივე დაახლოებით, მაგრამ შეიძლება უფრო დიდი მასშტაბისაც. ადამიანი წერდა აბსოლუტურად, მისი ერუდიცია არის როგორი ფანტასტიკური ჟანრიც არის მის ნაწარმოებები, თვითონაც ასეთივე ფანტასტიკური პერსონაა თვითონ რა, იმიტომ რომ ამ ადამიანს აქვს დაწერილი წიგნები შექსპირზე, საფრანგეთის ისტორიაზე, ბიოქიმიკოსი იყო თვითონ თავისი განათლებით და ენციკლოპედიური ჟანრის წიგნები აქვს დაწერილი უამრავ თემაზე. პოპულარიზატორი იყო მეცნიერების. აი საუკეთესო გაგებით ამ სიტყვის. შეიძლება ითქვას წინამორბედი კარლ სეიგანის, ნილ დეგრას ტაისონის და ასე შემდეგ. ნუ ვერც ერთი ვერ მივიდა მის სიმაღლემდე ჩემი აზრით, მაგრამ ნუ მოკლედ ამან შექმნა უზარმაზარი მიმართულება მეცნიერების პოპულარიზაციის და ესეთი თამასა დაუწესა თავის შთამომავლებს ამ ჟანრში, რომ რა ვიცი, მე მგონი ვერავინაც ვერ აჭობა ამ თვალსაზრისით. კი, მისი მთავარი ნაწარმოებები მაინც ალბათ არის დასაბამი, ხო? ხო, რომელიც ძალიან დიდი მასშტაბისაც არის. ამავე დროს, ძალიან მასშტაბურია. ცალკე ციკლია რა, ციკლი, რომელიც ბევრი წიგნისგან შედგება, რომელსაც არის ახაწერილი უზარმაზარი დროის ინტერვალები და ისეთი სივრცის და დროის ისეთი მასშტაბებია, რომ მოკლედ ეს ძალიან დიდი თემა არის რა. კი, და როგორც ცნობილია, მას ინსპირაცია გარკვეულწილად მისი რომ დაეწერა ეს ნაწარმოებები იყო ის, რომ თავის ძუზე მან წაიკითხა ცნობილი ბრიტანელი ავტორის ედუარდ გიბონის წიგნი რომის იმპერიის დაკნინება და დაცემა, 6 ტომეული. ეს არის აი მე-18 საუკუნეშია დაწერილი და დღემდე რო აი კლასიკაა და ინარჩუნებს თავის ადგილს, ოღონდ ინარჩუნებს ადგილს როგორც ლიტერატურა უკვე უფრო მეტად და ისტორიოგრაფიული კუთვნილება, ვიდრე უშუალოდ ის საიდანაც უნდა ისწავლო ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ბევრი რამე შეიცვალა გიბონის შემდეგ, ძალიან ბევრი რამე შეიცვალა, მაგრამ შესაძლოა გიბონმა მიაგნო ლოგიკურ, ანუ სადა ლოგიკურად აეხსნა იმპერიის აღზევებისა და დაცემის ფენომენი. ანუ რატომ შეიძლება იმპერია დაეცეს და რომის დაცემა მან რამდენიმე მიზეზად ჩამოაყალიბა, ხო რა რის გამო მოხდა რომის იმპერიის დაცემა, ნუ სხვა ძალიან ბევრი რაღაცაზე რელიგიაზეც ამახვილებს ყურადღებას, მათ შორის ქრისტიანობის საკითხი შემოაქვს, რომ ეს მოქმედებდა, ამბობს რომ გაიყვნა და შემთხვევაში კორუფცია იყო და ეს მოხელეები და ასე შემდეგ უკვე აღარ იყო ეფექტური ეს ბიუროკრატიული აპარატი, საუბრობს ბარბაროსების შემოსევებზე თავისთავად, ასევე სხვა შორის სტაგნაცია, რომელიც გამოწვეული არის, იმიტომ რომ იმპერია აღარ იზრდება რაღაც დროის შემდეგ, ან ბევრი სხვა მიზეზებია და აი ამ მიზეზების ერთობლიობაა ფაქტობრივად Foundation-ში, ანუ ამ დასაბამშიც გამოყენებული როგორც galaktikuri იმპერიის დასასრულის დასაწყისია. რაღაცნაირად რაღაც დრო არის მორჩენილი, რომელშიც ის უნდა დაეცეს ეს იმპერია, გამოთვლიან ამას მათემატიკურად, რა ძალიან საინტერესოა, ხო? აი ფენომენი შემოტანა, რომ იმპერიაში არსებობს ადამიანი, ვინც გამოითვლის მათემატიკურად ყველანაირი მონაცემებს შეიყვანს, რომ შესწავლილი აქვს ყველა სხვა აქამდე არსებული იმპერიებისა და შედარებული აქვს ამათთან და იტყვის, რომ აი ამდენ წელიწადში იმპერია დაეცემა, განადგურდება. ფსიქოისტორიკოსები არიან, ხო? ხო, აი ძალიან საინტერესო ფენომენია ეხლა. მე მაგალითად ისტორიკოსი ვარ პროფესიით, მაგრამ ფსიქოისტორიკოსი არ მომავალში, ხო, ასეთი თემა რო შემოდის, რომელსაც ჭირდება ასე გამოთვლა. ზუსტად აქ იკვრება წრე, იმიტომ რომ აზიმოვის ერთ-ერთ არანაკლებად მნიშვნელოვან მოთხრობათა კრებულში მე რობოტში პრინციპში თავარი მოქმედი პირი ფსიქოლოგია ზუსტად. ოღონდ ჩემი და შენი კი არა ადამიანების, რობოტების ფსიქოლოგია არის. ანუ იქ ხო იყვნენ ის ფსიქოისტორიკოსები. აქ რობოფსიქოლოგია არის რა. ანუ სიუზან კელვინი ქვია ამ ქალბატონს, რომელიც არის ერთ-ერთი ფუძემდებელი ამ დისციპლინის, ფანტასტიკური დისციპლინის რობოფსიქოლოგიის და მისი თვალით დანახული არის ისტორია რობოტექნიკის განვითარების. ანუ ამ მოთხრობების კრებულში ძალიან საინტერესოდ არის მოცემული განვითარება, ანუ იწყება რობოტექნიკის საწყისი ეტაპებით, სადაც რობოტები ჯერ კიდევ საკმაოდ პრიმიტიული ელექტრომექანიკური არსებები არიან, და yes master, აი ესეთები რა, ლამის დაზეთვა რო ჭირდება და რო ჭრაჭუნებენ, აი ასეთი რობოტებით იწყება აღწერა და ნელ-ნელა მიდის და ბოლო მოთხრობა უკვე ეძღვნება რობოტებს, მანქანებს, მოდი ასე ვთქვათ, უფრო ფართო გაგებით, რომლებიც მართავენ მთელ დედამიწას, ანუ მათ ხელში არის დედამიწის ეკონომიკის და ეკოსისტემის მართვა. აი ესეთი ევოლუცია არის დანახული ამ დარგის ერთ-ერთი ფუძემდებლის სიუზან კელვინის რობოფსიქოლოგიის თვალით.
ხო, ისე სხვადასხვა ეს აზიმოვმა რომ შემოიტანა ერთ თემა, რომ აი რობოტი სადამდე შეიძლება განვითარდეს, ანუ რა დონის მოაზროვნე არსება შეიძლება გადაიქცეს, რომელიც მე ადამიანზე აღმატებული ხდება და პირიქით მას მართავს, ან ანადგურებს მას. ამის შემდეგ მუდმივად არის ერთ-ერთი მთავარი თემა სამეცნიერო ფანტასტიკისა, ხო? მაგრამ ნახე აზიმოვის მოფიქრებულია ასეთი ტერმინი ფრანკენშტაინის კომპლექსი, ანუ შიში იმისა, რომ ქმნილება გაანადგურებს შემოქმედს. და ფიქრობს თვითონ მისი დამოკიდებულება ამის მიმართ არის ნეგატიური. ის ფიქრობს, რომ ეს სრულ შიშია რა, ანუ რეალურად საშიში და საფრთხის წყარო სინამდვილეში რობოტი კი არ არის, რობოტი იარაღია მხოლოდ ადამიანის ხელში რა. ანუ საშიშები ჩვენ ვართ. და ეს ძალიან ხშირად აი ყველა იმ ავტორში, რომელიცაც ჩვენ ბევრ იმ ავტორში, რომელიც შენ ახსენე, მე ვახსენე და რომელსაც დღეს შევეხებით, ძალიან საინტერესო თემა ჟღერს. რომ ძალიან ხშირად რობოტი, ანუ მექანიკური არსება რა, უფრო ადამიანურია ვიდრე ადამიანი. ეს რა თქმა უნდა სპეციალურად არის, ანუ ისეთ სიტუაციები არის შექმნილი, სადაც ხელოვნური ქმნილება იქცევა ადამიანზე უფრო მაღალ ზნეობრივად და უფრო მაღალი სტანდარტებით ხელმძღვანელობს და მისი ქმედებები უფრო მაღალ ზნეობრივია ვიდრე მისი შემოქმედი ადამიანების. ხო, თუმცა იცი რა არის, აი როგორც ატომური იარაღის შემთხვევაში არის რა, რომ ადამიანებს მოუხდათ გარკვეული შეზღუდვების დაწესება იმისთვის და კონტროლი, რომ ეს ატომური იარაღი საქმეში არ გვენახა დედამიწას და არ განადგურებულიყო დედამიწა, ხო, ფაქტორიულად ამის გამო და აი რობოტებთანაც დაახლოებით იგივე თემა არის რა. კი, ეს დისკუსია ბირთვული იარაღის კონტროლზე და არ გავრცელებაზე პრინციპში დღეს ახალი ინკარნაცია აქვს, რეინკარნაცია აქვს და ეხება ხელოვნურ ინტელექტს. ამ დღევანდელი ატომური იარაღი ხელოვნური ინტელექტია. ზუსტად აი ეს შეიარაღების რბოლა რაც იყო ცივი ომის დროს, ის ეხლაც გრძელდება. უბრალოდ ეს ახალი რეინკარნაციაა მისი. ლაპარაკი არის უკვე ციფრულ ტექნოლოგიებზე, რობოტებზე, ხელოვნურ ინტელექტზე, კვანტურ კომპიუტერებზე, ვინც პირველი მიაღწევს ამას, ის იქნება ის, რაც იყო ამერიკა 1945 წელს ტრინიტი ტესტის შემდეგ. სხვადასხვა ერთი საინტერესო აზიმოვის ის არის, რო ქვია, წერილია, რომელშიც აღნიშნავს, რომ დღეში, საშუალოდ დღეშიო, ანუ თავის შემოქმედების მიწურულს ამობს ამას, რომ დღეში საშუალოდ 1700 სიტყვას ვაქვეყნებდიო რა. ანუ იმდენად ბევრი ქონდა დაწერილი. ესეც ერთგვარი ფანტასტიკური დისციპლინა არის, დისციპლინა წარმოიდგინე რა, როგორი დისციპლინირებული ადამიანი უნდა იყო, რომ გამოაქვეყნო ამდენი წიგნი, თან ამდენ სხვადასხვა ჟანრში. სრულიად თვითონ ეს ადამიანი ფანტასტიკური იყო ეს აზიმოვი რა. ხო, ნუ ხა, ყველა ფაქტორია სამეცნიერო ფანტასტიკის გარდა უამრავ რამეზე აქვს, ხო, ნაწერი და პროფესიით რა იყო ბიოქიმიკოსი, ხო? ბიოქიმიკოსი და შექსპირზეა გეუბნები წიგნი დაწერილი საფრანგეთის ისტორიაზე და ლინგვისტიკაზე. რომის ისტორიაზე მათ შორის ასევე აქვს. აი ამ მე რობოტში არის ერთ-ერთი მოთხრობა, რომელიც მე ვფიქრობ, რომ აგრეთვე ერთგვარი მატრიცაა, რომელმაც ძალიან დიდ წყებას მისცა მიმართულება. ამ მოთხრობა საქართველოს არ მახსოვს რა ქვია ინგლისურად ქვია run around და აი ზუსტად მან არის ჩამოყალიბებული რობოტექნიკის სამი კანონი, ანუ პრაქტიკულად ის რაც არეგულირებს რობოტების ქცევას. და ამან ძალიან დიდი გავლენა მოახდინა. სხვა შორის მაგაზე რო ვკითხულობდი, ერთი პერსონაჟი შემხვდა, ერთი პერსონაჟი კი არის რეალური ადამიანი, რომელიც მინდა რომ ვახსენო, იმიტომ რომ უშუალოდ კავშირში ლიტერატურასთან არ არის, მაგრამ გვაჩვენებს სამეცნიერო ფანტასტიკის როლს როგორც მეცნიერებაში, ასევე პოპულარულ კულტურაში. ეს არის მარვინ მინსკი. მარვინ მინსკი იყო ხელოვნური ინტელექტის დარგის ერთ-ერთი ფუძემდებელი და მაგალითად მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორია მაგის დაარსებულია. ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა ხელოვნური ინტელექტის კვლევებში და ეს ადამიანი იხსენებს, რომ 1942 წელს, როცა იყო მოზარდი, წაიკითხა მე რობოტის ეს მოთხრობა run around და აი ეგ მოთხრობა რო წაიკითხა, რომელშიც ეს რობოტექნიკის სამი კანონი არის ჩამოყალიბებული, იქიდან გაღვივდა მისი ინტერესი ხელოვნური ინტელექტის მიმართ. ანუ როგორ უნდა აზროვნებდეს რობოტი, როგორი უნდა იყოს მისი რიცი უნდა რეგულირდებოდეს და კონტროლირდებოდეს მისი ქცევა. ანუ იმის თქმა მინდოდა, რომ სამეცნიერო ფანტასტიკა უდიდესი გავლენა მოახდინა გამომგონებლებზე და მეცნიერებზე. უამრავი მეცნიერი არსებობს, უამრავი გამომგონებელი, უამრავი ტექნოლოგიური ლიდერი, აი ვისაც ვეძახით ვიზიონერებს, ხო?
რომლებიც რაღაცა ისეთ ტექნოლოგიებს ქმნიან, რომლებიც იქნება, რავია, ხვალინდელი და ზეგინდელი დღე. ყველა ძალიან ბევრი ესეთი ადამიანი ამბობს, რომ მათზე დიდი გავლენა მოახდინეს სამეცნიერო ფანტასტიკამ. ძალიან ხშირად ახსენებენ აზიმოვს, აი მაგალითად მარვინ მინსკი. და ეს მარვინ მინსკი ის რაც შეხვდა კიდე მე ვკითხულობდი როგორ გადაიღეს კოსმოსური ოდისეა 2001 კუბრიკმა არტურ კლარკის მიხედვით და ეს მარვინ მინსკი ყოფილა კუბრიკის კონსულტანტი ამ ფილმის გადაღების დროს. იქ მოგეხსენება არის ესეთი კომპიუტერი HAL 9000. ეს არის ბაბუა ყველა გაგიჟებული კომპიუტერის, ყველა შეშლილი ხელოვნური ინტელექტის, რომელიც ადამიანებს ებრძვის. ხო და აი ამ თემასთან დაკავშირებით კონსულტანტი ყავდა კუბრიკს და ეს კონსულტანტი იყო მარვინ მინსკი. ან საიდან საფრთხები, ხო? ნამდვილად. სხვადასხვა აი აზიმოვის ძირითადი თემები როგორც შენახსენე, ანუ ერთი ის არის, რითიც ვიცნობთ, უმეტესობა მაინც იცნობს რობოტის თემის შემოტანით რა ზოგადად, რაც არის აი მე რობოტი, რომელიც ქართულ ენაზეც გვაქვს გამოცემული და არის რა თქმა უნდა ის დასაბამი, ხო, რომელიც არის ყველაზე მასშტაბური ნამუშევარი მისი და ალბათ სამეცნიერო ფანტასტიკის დასაბამიც არის გარკვეულწილად, ამაზე შეგვიძლია მისი სახელი პირდაპირ სამეცნიერო ფანტასტიკის დასაბამთანაც არის დაკავშირებული, არა თუ იმ ნაწარმოებთან უშუალოდ რომელიც არის მოცემული. ჩვენი ამოცანა ახლა ძალიან რთული არის, იმიტომ რომ ჩვენ ისე უნდა მოვყვეთ რაღაცეები, რომ სპოილერი არ გამოვიდეს, ხო სწორად ვამბობ, არა? მაგრამ ამავდროულად აუცილებლად უნდა რაღაცა ინფორმაცია ჩვენ მსმენელს მივაწოდოთ, ხო და აი ამ სპოილერში რო არ გადავარდეთ და მე ამ ჩემთას უფლებას მივცევ მაინც და აი ამ რაუნდზე დავამთავრებ და მე თუ გინდა გადავიდეთ სხვა ავტორზე. აუცილებლად. უყურე როგორ ხდება იქ ნახე იქ რა არის მთავარი ამ ლემისთვის, ლემი უკაცრავად რაშვაში აზიმოვისთვის, ანუ რობოტის ცნება, რა თქმა უნდა, აზიმოვის მოგონილი არ იყო სამეცნიერო ფანტასტიკაში მანამდეც არსებობდა, რობოტის ცნება საერთოდაც შემოღებულია ჩეხი მწერლის კარელ ჩაპეკის მიერ რურის უნივერსალურ მანქანებში 20-იანი წლების პიესაა საერთოდ ეს და მაგრამ რა არის აზიმოვის თავარი ნოვაცია და სიახლე შემოტანილი ამ ჟანრში? ის, რომ აზიმოვის ხელში რობოტი ხდება ეთიკური სუბიექტი. ანუ ის უკვე მოქმედებს ეთიკურ ველში, სადაც გადაწყვეტილებებმა შეიძლება მოიტანონ, ანუ არის რაღაც გარკვეული კანონები, მე მგონი განმარტე ეს კანონები თვითონ აზიმოვმა შემოიღო და ამ კანონებით თუ იხელმძღვანელებს რობოტი, მისი ქცევა იქნება დადებითი და არ მოუტანს ადამიანებს ზიანს. მაგრამ თვითონ აზიმოვი პოულობს გარკვეულ პარადოქსებს ამ კანონებში. ეს კანონები ხშირად ეწინააღმდეგება ერთმანეთს და იწვევს რობოტის მხრიდან არაადეკვატურ ქცევას, რომელსაც ხშირად მოაქვს ბოროტი თუ არა, ყოველ შემთხვევაში გაუთვალისწინებელი და არასასურველი ეფექტები. აი ზუსტად იმ მოთხრობაში, რომელზეც მე მინდა აქცენტი გავაკეთო, იქნება წინააღმდეგობა მესამე და მეორე კანონს შორის. ანუ რობოტს აქ დავალებული რომ რაღაცა მოიპოვოს, სელენიუმი თუ არსები, რაღაც მერკურიზე არიან და უნდა მოიპოვონ სასარგებლო წიაღისეული და დავალება არის რომ რობოტმა უნდა მოიპოვოს ეს სელენიუმი. ანუ უნდა შეასრულოს მეორე კანონი, ხო? რობოტი უპირობოდ უნდა დაემორჩილოს ადამიანს, თუ ეს არ გულისხმობს ადამიანისთვის რაღაცა ზიანის მოტანას. მაგრამ საქმე რაშია? იმ მაღაროში, სადაც ხდება მოპოვება ამ სელენიუმის, არის რაღაცა აირები, რომელიც საშიშია ამ რობოტისთვის და შეიძლება რობოტი განადგურდეს. ანუ ამ შემთხვევაში ირჩევა მესამე კანონი, რომელიც რობოტს უბრძანებს, რომ საკუთარი თავი განადგურებისგან დაიცვას, თუ ეს არ ეწინააღმდეგება მეორეს და მესამეს და რობოტი, რომელიც აღმოჩნდა ამ სიტუაციაში, სადაც ეს ორი კანონი ერთმანეთს ეწინააღმდეგება, იქცევა სრულიად არაადეკვატურად და იმის მაგერად, რომ შეასრულოს დავალება დადის წრეებზე და ძალიან სასაცილო რაღაცა არის ესა რა. აღარ მოვყვები როგორ დააღწია თავი ამას, იმიტომ რომ აი ეს გამოვა სპოილერი ზუსტად, მაგრამ თვითონ მაგ მოთხრობის სახელწოდება ეგრე ითარგმნება, ესე იგი წრეზე სიარული. ო, წრეზე სიარულია ზუსტად ეს რობოტი, რომელიც მოიქცევა აი ამ წინააღმდეგობის წყევობაში, ანუ ის კანონები განსაზღვრავენ მის ქცევას და ეთიკურ შედეგებს მისი ქცევისა და ამ სიტუაციაში მესამე და მეორე კანონი ერთმანეთს ეწინააღმდეგება, რობოტი იბნევა და დადის წრეებზე და იძულებულები ხდებიან მოთხრობის გმირები, დონოვანი და პაუელი, რომელიც ძალიან ბევრ მოთხრობაში ჩნდება კიდე, სხვაგანაც მიმართონ ისეთ შექმნან ისეთ სიტუაციას, სადაც რობოტი გამოიყენეს პირველ კანონს, რომელიც უპირატესია მეორეზე და მესამეზე და მოკლედ იმის თქმა მინდა სპოილერების გარეშე, რომ თვითონ აზიმოვი პოულობს ისეთ ბაგებს, მოდი ასე ვთქვათ რა, ამ კანონებში,
და აჩვენებს, რომ ეთიკა ძალიან რთული რაღაცა არის, გაცილებით უფრო რთული, ვიდრე ის ან იმ პროკრუსტეს სავარძელში, რომელსაც შევადარებდი ამ რობოტექნიკის სამ კანონს, ვერ მოაქცევ ეთიკას ვერანაირად და რეალური ცხოვრება და რობოტების ფსიქოლოგია, ჰიპოთეტური რობოტების ფსიქოლოგია გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე ეს სამი კანონი. კი ბატონო, ნამდვილად. ხო, საერთოდ აი რობოტიკის თემა გრძელდება, მაგრამ რა თქმა უნდა, შემდგომში სხვა ავტორებთანაც, არა მარტო აზიმოვთან, ხო? ანუ ბევრგან უბრალოდ პერსონაჟებსაც კი წარმოადგენენ, უბრალოდ არიან გამოყენებულები და ანუ ან ფონზე არიან, ან უბრალოდ არსებობენ იმ სამყაროში. შეიძლება ხელა ყურადღება უშუალოდ არ არის რობოტის ფენომენზე ამ შემთხვევაში, მაგრამ უკვე აი როგორ თქვა, როგორც ტოლკინმა შემოიტანა თავის დროზე ორკი, ამ შემთხვევაში ფენტეზიში, ხო და მე ყველა ფენტეზიში ხდება ორკი აუცილებლად. აი რობოტის თითქმის განუყოფელი ნაწილი არის ხოლმე ასეთი ტიპის სამეცნიერო და აი რობოტების ფსიქოლოგიაზე მაგალითად ეს ხალი სიუზენ კელვინი ხომ რობოფსიქოლოგი არის. მართლა კომპლექსები აქვს რაღაცა ამ რობოტებს ამ სამყაროში რა, მაგალითად აქვს უპირატესობის კომპლექსი, ანუ რობოტი, რომელიც რობოტი აცნობიერებს, რომ მისი გონებრივი შესაძლებლობები და პოტენციალი გაცილებით აღემატება ადამიანისას და ერთ მოთხრობაში მაგალითად არაერთხელ ბევრგან გაკვირვებულია, როგორ შეიძლება მისი შემოქმედი იყოს ადამიანი, როცა ის ადამიანს გაცილებით აღემატება და აქაც ხედავს პოტენციურ საფრთხეს. ზოგი, ანუ ტექნოფობიაც ძალიან საინტერესო თემა არის აზიმოვთან. ნახე, ანუ კაცობრიობას შეიძლება ეს რაღაც ლუდიტური იმპულსი არის რა, მექანიკური მოწყობილობების განადგურების იმპულსი. შიში იმისა, რომ ტექნოლოგია ჩაგანაცვლებს ან გაგანადგურებს ეს ფრანკენშტაინის სინდრომი რა. ანუ ძალიან კარგად არის ნაჩვენები ეს მომენტი, რომ რობოტი როგორც ქმნილება, რომელიც ინტელექტუალურად აღემატება ადამიანს, შეიძლება საშიში იყოს ადამიანისთვის, იმიტომ რომ ჩათვალოს რატო უნდა მართოს მე ადამიანმა, რომელიც გონებრივი შესაძლებლობები გაცილებით ნაკლებია ვიდრე ჩემი. და ამაში ხედავენ პოტენციურ საშიშროებას, რომ რობოტი აიღებს საკუთარ თავზე მართვას და ძალაუფლებას, თქვა. კიდე რა მოტივია ლოგიკურია. აი და ძალიან აქტუალურია დღეს, იმიტომ რომ რეალურად აი სულ რამდენიმე ხნის წინ, ერთი წლის წინ თუ არ ვწდები, ილონ მასკმა და კიდე დაახლოებით 1000-მა მკვლევარმა, მეცნიერმა, ბიზნესმენმა მოაწერეს ხელი რაღაცა წერილს, ღია წერილს, რომელთაც მიმართავდნენ თხოვნით, რომ შეწყვეტილიყო კვლევები ყველაზე advanced, ყველაზე მაგარი კვლევები ხელოვნური ინტელექტის დარგში, იმიტომ რომ ამას შეიძლება რაღაც შეუცვლადი რაღაცები გამოიწვიოს, ანუ ისეთი რაღაცები შეიქმნას, რაზეც მე კონტროლს დავკარგავთ, აი ატომური ბომბის ვარიანტში რა, შევქმნით იარაღი, მე ვეღარ ვაკონტროლებთ რა. ანუ რეალურად ეს აქტუალური თემებია ძალიან და ბოლო მოთხრობაში, როგორც გითხარი ამ მე რობოტში ბოლოს, უკვე აღწერილია სამყარო, რომელიც დაყოფილია 4 რეგიონად, უკვე აღარ არსებობს ეროვნული სახელმწიფოები და მთელი მართვა სოფლიო ეკონომიკის უკვე გადაბარებულია რობოტებზე. და აქაც იკვეთება, ანუ ეს განშვრიტა აზიმოვმა რა. ჩვენ, როდესაც ამხელა რთულ სისტემას ვქმნით და მართავს ეს სისტემა ეკონომიკას, ჩვენ ეკოლოგიას და ყველას ცდილობს ის გააკეთოს, რომ შეწყდეს ომები, არ იყოს ადამიანების შორის კონფლიქტები და ასე შემდეგ. ეს სისტემა უკვე იმდენად რთულია, რომ აღარ ექვემდებარება ადამიანის მიერ გააზრებას. ანუ ხდება ჩვენთვის ერთგვარი შავი ყუთი, ჩვენ არ ვიცით როგორ იღებს ეს სისტემა გადაწყვეტილებებს. არავითარი თეორიული შანსიც არ აქვს, ყველა ის ნაბიჯი შევასრულოთ მილიარდობით, ტრილიონობით ნაბიჯი, რომელსაც ეს ელექტროსქემები ასრულებენ და ვიცით მარტო აუთპუტზე, რომ აი გადაწყვეტილება ასეთია, მაგრამ რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება? საიდან გამომდინარე მიიღო? რა იყო მისი мотиваცია? ეს ადამიანურ წარმოდგენებს აღემატება, იმიტომ რომ ჩვენ ასეთი ინტელექტუალური რესურსი არ აქვს. და ამაში საფრთხე არის. იმიტომ რომ მან შეიძლება ისეთი გადაწყვეტილებები მიიღოს, რაც რაციონალურია მისი თვალსაზრისით და ის ხო მანქანაა და შეიძლება სულაც საზიანო აღმოჩნდეს ჩვენთვის. აი ესეც ძალიან ბევრი რაღაც აქტუალური დღეს პრობლემა აზიმოვმა განჭვრიტა რა. აი ნამდვილი ნოსტრადამუსია, ტექნო ეპოქის ნოსტრადამუსი. ხო, ეს ძალიან სწორი რამ აღნიშნე, იმიტომ რომ სამეცნიერო ფანტასტიკის კიდევ ერთი ღირსება არის, რომ ხშირად წინასწარმეტყველებს რა მოხდება შემდგომ პერიოდში, ხო? ან კიდევ პირიქით, ან ზოგჯერ არის ხომ საინტერესო, იცი, ძალიან დიდ რაღაცას შეიძლება წინასწარმეტყველოს, რომ ეს იქნება და რაღაც ელემენტარული, რომელიც შემდგომში სინამდვილეში მაგრა განვითარდა, იმას თავის ძროზე ვერ წარმოედგინა, რომ ეს განვითარდებოდა. ანუ მაგალითად ტელეფონები მაგალითად, მობილური ტელეფონები, რომელიც აი ხდება ხოლმე მე-20 საუკუნის დასაწყისის სამეცნიერო ფანტასტიკებში, რომ კონტაქტის საშუალებები როგორი აქვს, ძალიან პრიმიტიულია ხოლმე 21 საუკუნეში და უფრო იმის მერეც რაღაც ისეთი პრიმიტიული რა, აი ჩვენ როგორი ხართ დღეს ანდროიდები და ის და ის იმაზე ბევრად წინ არის წასული, ვიდრე იმას წარმოიდგინეთ, მაგრამ სამგონს სხვა რაღაცები არ არის წინ წასული, ისე როგორც
როგორც იმას წარმოედგინათ, ხო? ზუსტად. ზოგჯერ ძალიან კომიკურია მართლა, ანუ ისეთი რაღაცეები ვერ შენიშნეს ფანტასტებმა, რაღაც წერენ ეპოქებზე, რომლებიც იქნება 10000 წლის შემდეგ ადამიანებს ექნებათ, რა ვიცი მე, ლაყუჩები და ესეთ რაღაცებს წერენ, მაგრამ აი ძალიან ელემენტარულია ის რაც ჩვენი ყოველდღიური ყოფის ნაწილი არის რა, როგორც მაგალითად აი ეს ხო ვიდეო ზარი, რომელთაც მე და შენ საუბრობთ ან რაღაცა ხო, ეს ვერ განსჭვირდეს, ხვდები? ვერ განსჭვირდეს ძალიან ელემენტარული ტექნოლოგიებია, ესეც ამბავია. კიდე იცი რა არის, კიდე არის თვითახსრულებადი წინასწარმეტყველების ფენომენი რა, ანუ რაღაცა იწინასწარმეტყველა და იმიტომ შესრულდა რომ ვიღაცამ იწინასწარმეტყველა. ანუ ეს არის ის მომენტი, როდესაც უკვე ვიღაცებმა აიტაცეს ეს იდეები. ხო ვამბობდი რომ ვიზიონერები, ბიზნესმენები, მეცნიერები, გამომგონებლები ხშირად შთაგონებულები არიან იმ წინასწარმეტყველებებით, რომლებიც გაკეთებულია სამეცნიერო ფანტასტიკაში და ეს რეალობა ხდება იმიტომ, რომ ეს წინასწარმეტყველა რომელიღაცა სამეცნიერო ფანტასტიკის ავტორმა და რაღაცნაირად გადადის რანგში თვითახსრულებადი წინასწარმეტყველების. ხო, ხა აქედან რამდენი რამ არის კიდევ, ანუ რამდენიმეზე მოახდინა ზეგავლენა, თუნდაც თანამედროვე ფილმებზე და თამაშებზე და ასე შემდეგ, იგივე აი ამ ფენომენმა, რომ რობოტი პოტენციურად შეიძლება ადამიანის გამანადგურებელი გამოდგეს, ხო? ანუ ძირითადად ეს არის. ხო. აი მაგალითად ყველასთვის ცნობილი Skynet-ი ხო? არის თავარი ბუა, ხო? თავარი ბუა, ანუ რაღაც ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ანადგურებს მე კაცობრიობას. ან უამრავია, თავარი მეინსტრიმი ეგ არის რა. კი, ნამდვილად. ფოტოშორის აი ერთ-ერთი იმას გავიხსენებდი, არის ესეთი ძალიან საინტერესო სამეცნიერო ფანტასტიკა, Mass Effect-ი ქვია, რომელშიც ძირითადი თემა არის რა, რომ არსებობენ რაღაცა ასე ვთქვათ მოაზროვნე ანდროიდი დიდი კოსმოსური ხომალდები, რომლებიც ძალიან დიდი ხნის წინ, მილიონობით წლის წინ შექმნა მოაზროვნე ცივილიზაციამ და მის ანუ ესეთი დავალება მისცა, რომ უნდა გადაეჭრათ პრობლემა, რომ არასდროს არ გამქრალიყო სამყაროში ორგანული სიცოცხლე, ანუ ადამიანებში თხოვში და იმათ მოიფიქრეს ესეთი რაღაც, რომ ყოველ 50000 წელიწადში ერთხელ საჭირო არის არსებული ცივილიზაციების განადგურება და მარტო დატოვება ისეთების, რომელსაც აქვს პოტენციალი განვითარებისა, მაგრამ ჯერ დაბალ დონეზეა, იმიტომ რომ რაღაც დროის მერე ის ცივილიზაციები ფიქრობენ, რომ შექმნიან სინთეტიკას, ანუ რობოტებს, რომლებიც ყველანაირ ორგანულ სიცოცხლეს გაანადგურებენ ამის შემდეგ. ამიტომ ეს უნდა პრევენცია უნდა მოახდინონ ამისი რა. ასე რომ ეს იდეები შემოვიდა. არის საინტერესო. ხო და აი აქ კიდე უკვე შეგვიძლია მე მგონი გადავიდეთ პირდაპირ არტურ კლარკთან აღწერილ ხალხ 9000-ზე. ანუ ესეც ძალიან საინტერესო თემა არის რა და მე მგონი ორგანულად გამომდინარეობს იქიდან, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ რა. ეს არის წინამორბედი და ბაბუა ყველა შეშლილი კომპიუტერული სისტემის რა, ეს ხალხ 9000. ეს არის საბორტო კომპიუტერი, რომელიც მართავს ხომალდ Discovery-ს, რომელიც მიემგზავრება დედამიწიდან სატურნისკენ რაღაცა საიდუმლო მისიის შესასრულებლად. ანუ გახსოვს ხო ეს კუბრიკთან როგორ არის ეს ყველაფერი გრანდიოზულად გადმოცემული შტრაუსის ზარატუსტრათი და ყველაფრით რა, ჩნდება ეს მონოლითი. ანუ პირველ ყოფილები ვართ, ჯერ პითეკანტროპები, დავდივართ რაღაც იარაღები არ ვიცით, არაფერი არ ვიცით მოკლედ რა, ლეოპარდი ხოცავს ესე დღეში 1-2 სვერპლი რო არ შეეწიროს, არ შეიძლება და ამ დროს სადღაც აფრიკაში ჩნდება ეს შავი მონოლითი, რომელსაც რაღაცა ცივილიზაცია დგას აქ და იმ მონოლითიდან ადამიანები იძენენ რაღაცა უნარებს რა, მაგალითად დაამუშავონ ძვალი და გააკეთონ იარაღი და ესე ევოლუციონირებენ რა. და მერე მოქმედება უცბად გადადის მთვარეზე იპოვიან ასეთივე მონოლითს. უკვე დღევანდელი ადამიანები, ჩვენ ეპოქაში ადამიანები ზუსტად ასეთივე მონოლითს იპოვიან მთვარეზე, რომელიც არის ჩაფლული რომელიღაც კრატერში 3 კილომეტრის სიღრმეზე და ამ მონოლითს რო ამოთხრიან, სიგნალი გაეშვება ამ მონოლითიდან სატურნის თანამგზავრ იაპეტისკენ და კაცობრიობა ფიქრობს, რომ რა თქმა უნდა მიხვდებიან, რომ ეს ხელოვნური არტეფაქტი არის რა, რომ ვერც ერთი ბუნებრივი მოვლენის შედეგად ასეთი შავი ობელისკი და მონოლითი ვერ შეიქმნებოდა და უძლიერესი მაგნიტური ველით მიაგნებენ ამ მონოლითს და ეს მონოლითი გაგზავნის სიგნალს აი იქ, სადაც მე ვთქვი სატურნისკენ და გადაწყვეტენ, რომ შეისწავლონ საწავიდა ეს სიგნალი და დასაზვერად გაგზავნიან ამ ექსპედიციას, რომლის ბორტზე არის 5 ასტრონავტი
და ამ კომპიუტერს მიანდობენ რა, მოკლედ ამ დედამიწიდან შეიძლება მანუალურად ასე ვთქვათ, მანუალი მართვა ხომადის, მაგრამ ავტომატურად მართავს ეს ხალი, ანუ სუპერკომპიუტერია რა. ყველაფერს მართავს, შეუძლია ტრაექტორია შეცვალოს ამ ხომალდის უზრუნველყოს შიგნით რა ტემპერატურა და მოკლედ ჭადრაკსაც ეთამაშება ამ ხალხს და ასე შემდეგ. ანუ სუპერკომპიუტერია ჩვეულებრივი რა. ოღონდ რაღაც მისია აქვს რა, სინამდვილეში ამ ასტრონავტებს არეუბნებიან რაში მდგომარეობს მათი მისია. მათი მისია კიდე სინამდვილეში მდგომარეობს იმაში, რომ დაამყარონ კონტაქტი იმ ცივილიზაციასთან, რომელმაც ეს მონოლითები გამოაგზავნა ამ დედამიწაზე და მთვარეზე. და გზაში ეს კომპიუტერი გადაწყვეტს, რომ რაღაც ეწინააღმდეგება ამ მისიის შესრულებას და იმისათვის, რომ სრულყოფილად შეასრულოს ეს მისია, გადაწყვეტს ეკიპაჟის განადგურებას. ანუ ჩათვლის, რომ თვითონ ამ მისიას დაკისრებულს უკეთესად შეასრულებს, ვიდრე ორგანული ანალოგური არსებები რა. და რაღაც მოიგონებს რაღაცა მახებს, ანუ მაგალითად ერთ გაფუჭებს ანტენას, უბრალოდ მოატყუებს რა გაფუჭებული ანტენა, ერთი ასტრონავტი გავა შესაკეთებლად და შეეწირება ამ გასვლას, კაფსულას გადააგდებს ეს კომპიუტერი კოსმოსში და დაიღუპება ეს ასტრონავტი. ჰიბერნაციაში მოთავსებულ ასტრონავტებს საერთოდ მოკლავს და ნუ ერთი გადარჩება რა. მოკლედ, აი ეს არის წინაპარი არქეტიპის შეშლილი კომპიუტერის, რომელიც ასრულებს მისიას. ნუ იცი რა, აქ ფანატებში ძალიან ბევრი ვერსია არსებობს, რამ გააგიჟა ეს ხა დღესაც მიმდინარეობს, Reddit-ზე რო შეხვიდე, ნახავ რომ ვიღაცები რატო გახდა ბოროტი ხალი, ან რამ გააგიჟა ხალი და რაღაც ვერსიები იდება რა. ნუ ჩემი აზრით ეს არის პერფექციონიზმი, მანქანური პერფექციონიზმი, ანუ ამას აქ რაღაცა დავალება და რა თქმა უნდა, მას რა შეუძლია? მას შეუძლია ოპტიმიზაცია მაქსიმალურად. ეს არის მისი მთავარი დავალება და არსებობის გამართლება, ხო? და იმისათვის, რომ ეს მისია შეასრულოს ოპტიმალურად, ის იშორებს ყველაფერს, რაც მისი აზრით ხელს უშლის ამ მისიის ოპტიმალურად შესრულებას და ასე დახოცავს იმ ცოცხალ ადამიანებს, რომლებიც იყვნენ ამ ბორტზე. და აი ესეც ერთ-ერთი მაგალითი შეშლილი რობოტისა რა. ხო, სხვადასხვა ალბათ მაინც კუბრიკის ფილმმა კიდევ გაცილებით დიდი პოპულარობა მოუტანა, ხო, ამ ნაწარმოებს, იმიტომ რომ ჩვენ ლაპარაკობთ სამეცნიერო ფანტასტიკის გავლენაზე პოპ კულტურაზე, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ლაპარაკობთ კოსმოსურ ოდისეა 2001-ზე, იმიტომ რომ შეუძლია წარმოუდგენელია ლაპარაკი რამეზე გააზრებულად ამ ფილმის გარეშე. ესეც მატრიცაა რა, ეს არის მატრიცა, საიდანაც ამოცვივდა მე ინტერსტელარი, გრავიტაცია, რა ვიცი მე, აი რაც გინდა მითხარი და არ არსებობს უბრალოდ რომ ტომები არ იყოს დაწერილი ხელოვნებაცოდნეები, კინომცოდნეების მიმართ, რომლებიც აი უამრავ პარალელს არ იპოვიან სტენლი კუბრიკის ამ არქეტიპულ ფილმთან რა. და შესაბამისად არტურ კლარკის ფილმთან. ხო, თუ იმას უნდა გადაეღო, ალბათ ეს ზუსტად კუბრიკი იყო. იმიტომ რომ ხო, ძალიან ისეთი ვიზიონარი და ძალიან საინტერესო რეჟისორია ყველა თვალსაჩინო. შესაბამისად ნამდვილად კარგად მოახერხა დაჭერა ყველა მომენტისა, რაც ალბათ მასზე უკეთესად შეიძლება ვერავის ვერ გადაეღო თავის დროზე. ნუ აღარაფერი რო აღარ ვთქვათ მის საკუთარ პერფექციონიზმზე რა, რომ ადამიანი იმ დროის ყველაზე სრულყოფილ ტექნიკურ საშუალებებს იყენებდა ამ ფილმის გადასაღებად და იყენებდა რეალურად იმ აპარატურას, რომელსაც მართლა NASA-ში იყენებდნენ რა, გამართლებით განათებას. ეგეთ რაღაცებს რა და აი ეს არის ტექნიკურად სრულყოფილი ფილმი, აი დღევანდელი სტანდარტებითაც მაგარია. რასაც ვერ ვიტყვით ჩემი აზრით, რასაც ვერ ვიტყვით ფილმზე, რომელიც აი ახლა გახსოვს სოლარისზე რომ ლაპარაკობდით. კი. მოკლედ ეს ტარკოვსკი ხო ისეთი რეჟისორი იყო რა, მაინც და მაინც არ წყალობდა საბჭოთა წყობამ. მაგრამ როდესაც გამოთქვა სურვილი ლემის რომანის ეკრანიზაციის, მოკლედ გამოუყვეს ფულიც და სამეცნიერო კონსულტანტიც მიუჩინეს ასტროფიზიკოსი იოსიფ შკლოვსკი. ხო და ეს იცი როგორ წარმოედგინათ საბჭოელებს, ეს უნდა ყოფილიყო პასუხი სტენლი კუბრიკის კოსმოსურ ოდისეაზე, ან სოლარისი უნდა ყოფილიყო ჩვენი პასუხი სტენლი კუბრიკს, ანუ საბჭოთა ბანაკში გადაღებული სამეცნიერო ფანტასტიკა რა და ჩემი აზრით, აი დროის გამოცდას ტექნოლოგიური თვალსაზრისით ვერ უძლებს სოლარისი და სტენლი კუბრიკის ფილმს ეხლაც რო უყურო, არ გაგიჩნდება ეგ შეგრძნება რა. ხო, თან დაახლოებით ერთ პერიოდში გამოსული 68 წელს არის, ხო გამოსული კოსმოსური ოდისეა და ეს არის 72-ში გამოსული. უბრალოდ რა, იცი, ჩემი აზრით, სოლარისი რაღაც თვალსაზრისით უფრო რთული გადასაღებია რო ფილმად.
ფიქრობ მე ნაწარმოებიდან გამომდინარე. კი, ნამდვილად ეს არის მე მგონი ისეთი ნაწარმოები, რომლის არსებობს ორი ეკრანიზაცია რა, მისი ერთი არის რაც უკვე თქვით ტარკოვსკის და მეორე არის გადაღებული 30 წლის შემდეგ სტივენ სოდერბერგმა გადაიღო 2002 წელს და ორივე წარუმატებელია ჩემი აზრით. ოღონდ სხვადასხვანაირად, იცი ანა კარელინა რო იწყება ხო იცი ყველა უბედური და ბედნიერი ოჯახებზე რო არის ლაპარაკი. ანუ ყველა კარგი ეკრანიზაცია ერთნაირად კარგია, მაგრამ ყველა წარუმატებელი ეკრანიზაცია წარუმატებელია თავისებურად რა. აი ტარკოვსკის ეკრანიზაცია რო აიღო Solaris-ის, ხო, იცი რატო არის ჩემი აზრით წარუმატებელი? იმიტომ რომ არის წანაცვლებული აქცენტები. ეს ის არ არის, რისი თქმაც უნდა ლემს. არ არის ეს. იცი როგორი შეგრძნება მრჩება? აი როცა წაიკითხავ თარგმანში რაღაცა, აი ქართული ლექსი რო წაიკითხო ვიღაცას მაგარი პოეტის თარგმანში, თქვათ ინგლისურად ან სხვა ენაზე და რომ მოგეწონოს ეს ლექსი, მაგრამ რომ მიხვდე რომ ეს ის ლექსი არ არის რა, ეს სხვა კარგი ლექსია რა. აი დაახლოებით ჩემი აზრით არის, ახლა ჩემი სუბიექტური დამოკიდებულება და მხატვრულ ღირსებებზე კი არ ვლაპარაკობ, მე ვლაპარაკობ ობიექტურად რა. და ამას დავასაბუთებ, იმიტომ რომ თვითონ ლემიც ძალიან უკმაყოფილო იყო ამ ეკრანიზაციით და ცნობილია მისი სიტყვები, როცა ჩამოსული იყო გადაღებებზე, იჩხუბეს მაგრად მაგან და ტარკოვსკიმ სულ შტერი ეძახა მართლა ლემმა და წამოვიდა. იმიტომ რომ ლემს უნდოდა რომ ასახულიყო პირველ რიგში სამეცნიერო და ფილოსოფიური ასპექტები, ოღონდ სხვა ფილოსოფიური, უფრო შემეცნების და გნოსეოლოგიის და ეპისტემოლოგიური მომენტები რა, კონტაქტის. და ლემი აბრალებდა ტარკოვსკის იცი რა, რომ შენო გადაიღეო დანაშაული და სასჯელიო კოსმოსშიო რა, მაგრამ აქ ნახე რა ხდება. როგორც ყველა კარგი ნაწარმოები, Solaris-ის არის კარგი, აი ფენოვანივით არის რა, მაპატია ცოტა ისეთი ყოფითი შედარება არის, არ არის მაინც და მაინც მაღალფარდოვანი, აი ფენოვანივით ცომივით არის რა. ან თუ გინდა შევადაროთ გეოლოგიურ ეპოქებს, აი ქანები რო არის, ხო იცი, სხვადასხვა სიღრმეზე, სხვადასხვა ქანები ანუ. განა ეს არ არის ლემის რომანში. ეს ფილოსოფიური მომენტები, რაზეც გაამახვილა ყურადღება ტარკოვსკიმ, ეგენიც არის იქ, მაგრამ Solaris-ი გაცილებით მეტია, ვიდრე ის, რაც დაინახა მასში ტარკოვსკიმ. ეს არავის არ უსყუდავს შემოქმედებით თავისუფლებას და ინტერპრეტაციას, რა თქმა უნდა. მაგრამ აქ გაკეთდა აქცენტი სხვა რაღაცაზე. ლემი წერდა კონტაქტზე. ანუ ჩვენ რაზეც ვლაპარაკობთ, აი ჩვენი სამეცნიერო ფანტასტიკის ერთ-ერთ მთავარ თემაზე, კონტაქტზე და ამას წერდა ძალიან განსხვავებულად, იმიტომ რომ იმდროინდელ ლიტერატურას თუ შევადარებთ, იქ უფრო არის პათოსი, იქ უფრო არის რომანტიკა, კოსმოსური კვლევის, სხვა ცივილიზაციის გაცნობის, შემეცნების და აი ეს რომანტიკული პათოსი არის და აქ Solaris-ში ლემთან არის აბსოლუტურად საპირისპირო. ეს არის უფრო პესიმისტური განწყობა, იცი რასთან დაკავშირებით, რომ არსებობს რაღაცეები, რასაც ჩვენ ვერასოდეს ვერ შევიცნობთ. ანუ ჩვენი შემეცნება შეზღუდულია, როდესაც ჩვენ ვხვდებით კონტაქტის დროს სხვა არსებას, რომელიც აბსოლუტურად არაფრით არ გავს ადამიანს და ეგეთია ზუსტად ოკეანე Solaris-ი. იმის შემეცნების თეორიული შანსიც არ არსებობს და მაგაზია რა ეგ რომანი კონტაქტზეა, მაგრამ ამ პირველ რიგში არის კონტაქტის შეუძლებლობაზე რა. აი გაგახსენებ რა ხდება იქ და ვეცდები რომ ეს გავაკეთო ისე რომ სპოილერი არ გამოვიდეს, ხო? კი. მე მგონი სპოილერი არ გამოგივა. რატომ იცი? იმიტომ რომ ეს ნაწარმოები ჩემი ვინც არ უნდა წაიკითხოს, ყველა თავისებურად გაიგებს ამას. ზუსტად, აგერ ორმა კაცმა გადაიყო, ხა ვერც ერთზე ვერ იტყვი რომ სულელია, ხო? ორმა კაცმა გადაიყო და ვერც ერთმა ვერ გადმოიტანა ეს შინაარსი რა. ანუ ხდება ესეთი რაღაცა, აღმოაჩენა რაღაც პლანეტას, შორეულ რაღაც ორმაგი ვარსკვლავია, იმ ორმაგი ვარსკვლავის გარშემო ბრუნავს ეს პლანეტა და ძალიან გავს ამით ძალიან გავს რას, იცი? ლუცისინის შენ რო ახსენე სამი სხეულის ამოცანას რა. და ანუ ორი ვარსკვლავია, მათ გარშემო მოძრაობს პლანეტა და იმდროინდელი წარმოდგენებით ორმაგი სისტემის პლანეტაზე შეუძლებელია სიცოცხლე საერთოდ, იმიტომ რომ ეს სისტემა არის არასტაბილური, ტრაექტორია ამ პლანეტის იქნება ქაოტური და შესაბამისად არ არის პირობები, რომლებიც ხელს უწყობს სიცოცხლის გაჩენას ან მის ხანგრძლივ შენარჩუნებას. ზუსტად ის რაც ხდება ლუცისინთან. გახსოვს, ცივილიზაციები ნადგურდება, იმიტომ რომ ეს პლანეტა უახლოვდება რომელიღაცა ნათობს და ხდება ცივილიზაციის განადგურება და იძულებელები არიან რომ დეჰიდრაციას მიმართონ და იშრობენ სხეულებს, რომ შემდეგი იტერაციისას ასე ვთქვათ აღდგნენ და გაგრძელდეს ცივილიზაციის ციკლი. ნუ მოკლედ აქაც Solaris-ში ეგრეა რა. მეცნიერები ფიქრობდნენ რომ შეუძლებელია ასეთ პლანეტაზე სიცოცხლის გაჩენა და ამავდროულად სიცოცხლე არსებობს და არსებობს ძალიან უცნაური ფორმით. ეს არ არის არც რაღაც
ადამიანის მსგავსი არსება ან რაღაც. ეს არის ერთი დიდი პროტოპლაზმა რა, ესეთი ერთი უჯრედივით არის რაღაცა ორგანული მატერია, რომელიც მთლიანად ფარავს ამ პლანეტას, პირობითად ეძახიან ოკეანეს და რაში ვლინდება, როგორ მიხვდებიან, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი რაღაცა ამინომჟავების და რაღაც ორგანული ნივთიერების ნაზავი. ის ახდენს გავლენას ამ პლანეტის ორბიტაზე. ანუ ის ასტაბილის თავისი ინტელექტუალური რაღაც მოღვაწეობის შედეგად ეს ოკეანე ახდენს თავისი პლანეტის ორბიტის სტაბილიზაციას, ისე რომ აი ამ სისტემაში ის ქაოტურად კი არ მოძრაობს, არამედ მოძრაობს სტაბილურად, რაც ხელს უწყობს მასზე სიცოცხლის შენარჩუნებას და სწავლობენ ამ პლანეტას მოკლედ რაღაცნაირად რა, სიგნალებს უშვებენ და ესეც პასუხობს, ანუ რაღაც სიგნალებს აგზავნის, ამ სიგნალებში იკვეთება რაღაცა ურთულესი მათემატიკური სტრუქტურები, ანუ ძალიან განვითარებული რაღაცა, ბევრად აღემატება ადამიანს ეს, მაგრამ რას გულისხმობს, რა უნდა აბსოლუტურად გაუგებარი რჩება რა და თავიდან რომ ძალიან ოპტიმისტურად არიან განწყობილი, არის კონტაქტი, ჩვენ ვიპოვეთ მოაზროვნე განსხვავებული ჩვენგან და დავამყაროთ მასთან კონტაქტი, ვერ გადის 10 წლეულების გროვდება ეს მასალა უამრავი ბიბლიოთეკებია სავსე სოლარისტიკის წიგნებით, მაგრამ არც ერთი ნაბიჯით მეცნიერება ვერ უახლოვდება იმის შემეცნებას თუ რა არის ეს სოლარისი და რა უნდა საერთოდ კონტაქტი არ არის, გესმის, ის რაღაცებს პასუხობს, მაგრამ კონტაქტი არ არის და მეცნიერება სოლარისტიკა განიცდის დეგრადაციას და სადგური რომელიც იქ არის, ფიქრობენ რომ დახურონ რა და სანამ დახურავდნენ, მოკლედ იქ არის ახლა იმ მომენტისთვის 3 ადამიანია და 3 მეცნიერია, ასტრობიოლოგი, ფიზიკოსი და ასე შემდეგ და ისინი გადაწყვეტენ რომ ბოლოც და დასწრებენ ამ ოკეანეს რენტგენულ გამოსხივებას რა, ანუ ძლიერ მაღალ ენერგეტიკულ გამოსხივებას, რაც ესე იგი მაგარი არასწორია რა, იმიტომ რომ კონვენციები აქვს, რომლებიც გრძალავენ რენტგენის გამოყენებას ცოცხალი არსებების შესწავლისას, მაგრამ არ გაითვალისწინებენ ამ კონვენციას და გამოუშვებენ ამ სიგნალებს, მოკლედ მაგრად სცემენ ოკეანეს აი ამ რენტგენული სხივებით და პასუხად მიიღებენ იმას, რომ რაღაცა ვიზიტორები ჩნდება ამ სადგურზე. ვიღაცები ჩნდებიან რა. ადამიანის ფორმას იძენენ, ანუ ყველა ადამიანს სადგურზე უჩნდება ეგრეთ წოდებული სტუმარი. და ეს სტუმარი რა არის? ან ძილის დროს ეს ოკეანე როგორც ჩანს ასკანერებს ან ზონდირებას ახდენს ადამიანების ცნობიერებას, აკვლევს ყველაზე ღრმად ჩამალულ და არასასიამოვნო რეპრესირებულ მოგონებებს ადამიანში და იმის მიხედვით ქმნის რაღაცა არსებებს და ეს არსებები მოდიან ამ ადამიანებთან. რა შედეგად ერთი გაგიჟდება და თავს მოიკლავს და სადგურზე ჩამოდის ფსიქოლოგი. ნახე, აქაც ფსიქოლოგთან გვაქვს საქმე. გახსოვს რობოფსიქოლოგი აზიმოვთან, ხო? აქაც ფსიქოლოგი ყავს რა, ანუ რეალურად ხო აქ ანუ ფიზიკოსი კი არ ჩადის, ასტრობიოლოგი კი არ ჩადის, ან ამ ხალხს უჩნდება ფსიქოლოგიური პრობლემები და ჩადის ფსიქოლოგი, რომ გამოიკვლიოს ეს ფენომენი რა. და მოკლედ ირკვევა რომ აი ეს სტუმრები ამ ბოლოს ამ კელვინსაც ამ ფსიქოლოგს რომელიც იქ ჩადის იმასაც გაუჩნდება სტუმარი. ეს არის მისი გარდაცვლილი შეყვარებული, ну ან ცოლი. 10 წლის წინ მომკვდარა, იმიტომ რომ გაწყვიტა მასთან ურთიერთობა, ამ ხალმა ვერ აიტანა ეს ურთიერთობების გაწყვეტა და თავი მოეკლა. ну ეს კელვინი ადანაშაულებს თავის თავს. ну როგორც ჩანს ეს ოკეანე აგნებს აი ამ ყველაზე მიჩქმალულ და ყველაზე დამალულ მოგონებებს და ახდენს მათ მატერიალიზაციას და ამ ხალხს უგზავნის ამ სტუმრებს. ოღონდ გაუგებარია ეს რა არის? ეს არის საჩუქარი, რომ ადამიანებმა თავისი ტკივილი მოიშუშონ და ისევ შეიძინონ ის ხალხი, რომლებიც დაკარგეს თავის საყვარელი ადამიანები. თუ ეს არის სასჯელი და აწამებს ასე ადამიანებს, მიხვდი რას ვამბობ? ანუ გაუგებარია რისი მიღწევა სურს და ყველა ახსნა ამ ცდელობის ყველა მცდელობა ახსნისა ატარებს ანთროპომორფულ ხასიათს. ანუ ადამიანურ ლოგიკას დებენ და ცდილობენ ამ ადამიანური ლოგიკით ახსნან ის, რაც საერთოდ ადამიანურ ფენომენთან კავშირში არ არის რა. აი ეს არის, ანუ რომანი რეალურად არის არა სინდისზე, როგორც მე ვფიქრობ, სინდისზეც არის, მიხვდი? ანუ განა არ არის. ეს ადამიანები მართლა განიცდიან ანუ რაღაც ჩადენილი აქვს წარსულში ისეთი და მატერიალიზაცია რო ხდება ამ მათი მოგონებების და მათი წარსულის, ეს მათ ტანჯავს, იმიტომ რომ რაღაცა ჩადენილი აქვს იმ ადამიანების საყვარელი ადამიანების მიმართ, რაღაცა ჩადენილი აქვს. ანუ ეს რომანი სინდისზეც არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ის უფრო მეტია ვიდრე ეს რა.
ის პირველ რიგში არის იმაზე, რომ კონტაქტი ორ გონივრულ სიცოცხლის გონივრულ ფორმას შორის შეიძლება საერთოდაც შეუძლებელი იყოს, იმიტომ რომ ადამიანი ყოველთვის ანთროპომორფულია და შეიძლება კოსმოსში ისეთი რამ შეგხვდეს, რაც საერთოდ ადამიანურ კატეგორიებში არ მოიაზრება რა. და საერთო common ground-ი და საერთო ენა არც გამოიძებნოს და ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შემეცნებას აქვს საზღვარი. ესე იგი რაღაცა არსებობს, რისი შემეცნება შეუძლებელია რა. და ძალიან ირონიულად ამბობს ერთ-ერთი პერსონაჟი, რომ ჩვენ ყველა ვართო წმინდა კონტაქტის რაინდებიო, მაგრამ სინამდვილეში ჩვენ სხვას კი არ ვეძებთ, ჩვენ ვეძებთ სარკეს, სადაც აირეკლება ისევ ჩვენი თავი რა. აი ესეთი თემები არის და ეს გაცილებით მეტია ვიდრე მაგალითად ტარკოვსკის აქვს. ტარკოვსკი სხვანაირად აქვს დანახული ეს, უფრო მორალის და ეთიკის და ქრისტიანობის პოზიციებიდან. იცი რა არის, ხოდაშორს აი ეს კარგი მაგალითი არის სოლარესი, იმისა რომ აი რაც თქვი რომ მართლა ადამიანი ეძებს თავის გონია რომ ის სხვა სიცოცხლე რაც არსებობს თუნდაც კოსმოსში შეიძლება არსებობდეს, ხო, შეიძლება აუცილებლად უნდა იყოს რაღაცა მსგავსი და აი მაგალითად ნებისმიერი ფილმები და ეს რომ ნახოთ, რაც გადაღებული არის უცხო პლანეტელებზე, უმეტესწილად მაინც მიუხედავად იმისა, რომ რაღაც განსხვავებული შეხედულებას უკეთებენ, მაინც ჰუმანოიდთან უფრო ახლოს არის რა, შინაარსით. როგორც არ იყოს ვიზუალურად, აი კიდე ერთ მაგალითს მოვიყვან, Arrival ნანახი გაქვს, Arrival. კი. რამდენი 10 წლის წინანდელი ფილმი არის. იქ არის ესეთი რაღაცა, რომ ჩამოდის რაღაცა ხომალდი, იმ ხომალდში არიან საერთოდ არაანთროპომორფული არსებები. მე მგონი უფრო გვანან 8 ფეხებს რა. მაგრამ აი მიუხედავად ასეთი რადიკალური განსხვავებისა ვიზუალში, ხო, ან სულ სხვანაირად გამოიყურებიან, კონტაქტი მაინც მყარდება. თუ გახსოვს, ეს ძალიან მაგარი ფილმი არის, სხვათა შორის ეს გადაღებულია ფანტასტიკის თანამედროვე ფანტასტიკის ნაწარმოების მიხედვით. Story of your life მე მგონი ასე ქვია მაგ ნაწარმოებს და მიუხედავად ასეთი განსხვავებულობისა საერთო ენას მაინც იპოვენ ლინგვისტი მაინც გაშიფრავს ის მელნით რაღაცეებს ხატავენ ისინი და მიუხედავად იმისა რომ ძალიან არ გავს ჩვენ დამწერლობის სისტემას რაც მაინც გაშიფრავს ანუ ესეც იმ პათოსში არის არალემურ პათოსშია რა რომ მაინც გამოიძებნა საერთო მიუხედავად გარეგნული განსხვავებისა მიუხედავად იმისა რომ მათი აზროვნების სისტემა მათი თვლის სისტემა მათი დამწერლობა რადიკალურად განსხვავდება მაინც ვიღაცამ გენიოსმა ადამიანმა ლინგვისტმა მაინც დაკრეკა, მაინც იპოვა რაღაცა და გაშიფრა ეს გზავნილი რა უნდოდათ. და ლემი მაგაზე არის ზუსტად, რომ ეს შეუძლებელია შეიძლება რა, რომ შეიძლება ადრე თუ გვიან ისეთ რაღაცას გადაეყარო კოსმოსში, რასაც აი აბსოლუტურად არავითარი შანსი არ აქვს გამოუძებნოს საერთო ნიადაგი და რამე საერთო რა. და ეს ტრაგიკულია რა თქმა უნდა, ეს ტრაგიკულია, ეს ნამდვილად ტედ ჩიანგის ყოფილა ეს ნაწარმოები. ზუსტად, ხო, Story of your life. Story of life. ანუ ცხოვრების ამბავი, ხო? კი, იქ მე რაღაცა იმას იძენს უნარს, რომ მომავალი განშვრიტოს ეს ქალბატონი ლინგვისტი რომელიც არის, მაგრამ ნუ მოკლედ ეს ახლა ცდება ჩვენ თემას რა. უბრალოდ ეს იმდენად კავშირშია იმასთან, რაზეც ჩვენ ლაპარაკობთ, რომ აი ამ Arrival-შიც კი, აი ეს რაღაცა 8 ფეხები, რომელიც აბსოლუტურად არაფერს არ გვაქვს, მაინც იმათანაც გამოიძებნა რაღაცა ერთმა. ოკეანესთან არ გამოდის. და ეს ნიშნავს, რომ რაღაცა სამუდამოდ გაუგებარი რჩება ადამიანისთვის და ეს ნიშნავს, რომ ადამიანი არ არის ყოვლის შემძლე რა. ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემა ალბათ სამეცნიერო ფანტასტიკისთვის ზოგადად, ხო, ამის დაშვება, მიუხედავად იმისა, რომ უმეტესი ავტორები მაინც მეტნაკლებად უფრო უპირატესობას ანიჭებენ ხოლმე ისეც, რომელსაც ადამიანი იგებს რა ხდება და არა იმას, რომელშიც ვერ გაიგებ რა ხდება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს ლემის შემოტანილი ეს ვერსია ამ შემთხვევაში დღემდე აქტუალურობას ინარჩუნებს ჟანრში ხო. სიძლიერე რაში არის ცილემის, რომ ის იმას კი არ აწვება რაღაც მისტიკას და რაღაც გაუგებარია და არა, ყველაფერი ძალიან რაციონალურია რა. ან ის ნამდვილად hard science fiction-ის ავტორი არის რა. ის აღწერს დეტალურად ამ სოლარის მის სტრუქტურას, იმ ხილვებს, რომლებსაც ხედავენ მისი მკვლევრები. აი ხო, იყვნენ მანამდე ვიღაც პილოტები, რომლებიც დაიღუპნენ, ნახეს, დატოვეს მემუარები, მოგონებები ძალიან დეტალურად არის ეს ყველაფერი. ან არაფერი არც ერთ მომენტში შენ არ გეუფლება განცდა, რომ შენ კითხულობ რაღაცა იმას რა მისტიკური რაციონალურ ტრილერს. არა, სულ შენ რჩები ძალიან რაციონალურ ფარგლებში და ზუსტად ამაშია სიძლიერე, რომ ყოველი ნაბიჯი რაციონალურია და ბოლოს მიდიხარ დასკვნამდე, რომ რაღაცები ირაციონალურია. კი, უბრალოდ ირაციონალურია ჩვენთვის, იმიტომ რომ ჩვენ ამ ფარგლებს ვერ გავცდებით. იმიტომ რომ ჩვენ ადამიანები ვართ რა, ჩვენი წარმოდგენა გვაქვს რაციონალურზე და შეიძლება რაღაცა რაციონალური იყოს, ოღონდ ადამიანურ ფარგლებში არ ეწერებოდეს საერთოდ რა.
ნამდვილად. აი ხა ჩვენ ვისაუბრეთ ორ ავტორზე, ხო, ძირითადად, სამზე პრინციპში არტურ კლარკიც, მათ შუალედში აზიმოვი, არტურ კლარკი, ლემი და აი თითქოს ორივე მხარე ვაჩვენეთ, როგორც ამერიკა და დასავლური ამ შემთხვევაში სამეცნიერო ფანტასტიკა, ისე საბჭოთა ამ შემთხვევაში აღმოსავლეთ ევროპული და საბჭოთა სტანისლავ ლემით და ნახეთ რომ ორივეგან არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწარმოებები შექმნილი ერთი და იგივე პერიოდში დაახლოებით, ისევე როგორც გადაღებული ფილმები ამასთან ერთად, ხო, რომელიც ასევე ერთი და იგივე პერიოდში ხდება, ანუ ეს არის პერიოდი, როდესაც სამეცნიერო ფანტასტიკას ყველაზე დიდი გასახანი მიეცა. თვალსაჩინო რომ თვითონ ქვეყნები ცდილობენ რომ space race-ი აქვს ფაქტობრივად, ხო, ორ დიდ სახელმწიფოს დაპირისპირება კოსმოსის პირველად ვინ მიაღწევს კოსმოსს და კოსმოსს და ვინ მიაღწევს მეც კოსმოსში, ხო? რა თქმა უნდა, იმ ქვეყანაში უნდა შექმნილიყო, რა თქმა უნდა, სამეცნიერო ფანტასტიკა, სადაც ვერნერ ფონ ბრაუნი იყო ერთ მხარეს და კომაროვი კოროლიოვი მეორე მხარეს. რა თქმა უნდა, იქ შეიქმნებოდა, ამასაც შეიქმნებოდა. ხო, აი თვარეზე დაждდომას თუნდაც შემდგომში და მანამდე ეს თანამგზავრების გაგზავნა და ასე შემდეგ რა თქმა უნდა, რამდენ ავტორს გამოზდი და სამეცნიერო ფანტასტიკისა მის ცხოვრებაში რომ ასეთი რაღაცა მოხდა და ნახა რომ ესეთი რამე შეძლებელია, ხო? ალბათ ამასთან ერთად გააჩენდა წარმოდგენას, რომ აი ჩვენ მივახციეთ ამას, დავჯექით თვარეზე რაღაცა, აი ამის მერე რა უცებ, რამდენიმე შეგვიძლია უცებ კიდე გავაკეთოთ, ხო? და სინამდვილეში არ აღმოჩნდა ასე მარტივია, მეორე რამის გაკეთება ამის შემდეგ, ხო? იმიტომ რომ რაღაცა თვითონ ეს შეფერხდა. კი, გააჩინა ძალიან დიდი ოპტიმისტური მოლოდინები რა და მართლა მოსალოდნელი იყო რომ რაღაც ნახტომისებურად განვითარდება კაცობრიობა და რამდენიმე 10 წლეულში მთვარის დაპყრობის შემდეგ უკვე დავიპყრობთ რავი მინიმუმ ალფა სენტაურის უახლოეს ვარსკვლავს იქ ხო მივალთ და მივალთ ყველა ვარიანტში მაგრამ რეალურად ხო აი იტი მაგალითად ხო იმან რომ გადაიღო სპილბერგმა შემდგომში ის ფილმები ხო კონტაქტებზე იმას უცხოპლანეტელებთან რომლებიც ჩამოდიან დედამიწაზე და შემდეგ აი ამ პერიოდში დაიწყო ბუმი უცხოპლანეტელების თემისაც ხო რომელიც ძალიან დღემდე ძალიან პოპულარული არის, რა თქმა უნდა, უამრავი ფილმია გადაღებული, სხვადასხვა ყველანაირი ფორმის უცხოპლანეტელი არსებობს აბსოლუტურად, კონსპირაციის თეორიები და გაჩნდა საერთოდ უფოლოგია, ხო, იმართულება ფსევდომეცნიერებისა, რაც რა თქმა უნდა სამეცნიერო ფანტასტიკასთან პირდაპირ არის დაკავშირებული, იმიტომ რომ მე მახსოვს 90-იან წლებში 2000-იან დასაწყისში საქართველოში უფოლოგია და უფოლოგიური თემები რაც იყო, ძირითადად დამყარებული იყო ამერიკაში 70-იან წლებიდან გადაღებულ ფილმებზე. ანუ ფილმები, რომლებიც ნახეს და იმდენად რეალისტურად მოეჩვენათ და მეცნიერად ახსნილად ეს ყველაფერი, რომ წარმოიდგინეს, რომ აი ეს მოხდა რაღაცა მართლა. ერთი მთავარი კონსპირაცია ხო ის არის, რომ თვარეზე არ ყოფილან და ჯორჯ ლუკასის სტუდიაში გადაიღეს ეს დაждდომა, ხო? იმდენად იმ თაობის ხალხისთვის ესე იგი იმდენად დამაჯერებელი იყო ეს კადრები რა. თქვათ, იგივე აი კოსმოსური ოდისეის სადგური რომ მიფრინავს სადღაც შორეულ კოსმოსში რა. აი ეს თუ შეუძლიათ გააკეთონ სტუდიაში, რატო არ შეუძლიათ გააკეთონ ის რომ ორმა კაცმა გაიარა რაღაც ქვიშიან ადგილას. აი ესეთი ლოგიკაა რა. ან ეს უფოლოგია ერთგვარი მრუდი სარკეა, რომელშიც იყურება სამეცნიერო ფანტასტიკა რა. კი, სხვადასხვა აი თუ გახსოვს ასეთი სერიალი X-Files, რომელიც იყო აი აბსოლუტურად მოტივატორი მაგ სერიალის შემდეგ საქართველოში გაჩნდა უამრავი ლეგენდა ადგილობრივი რომ რაღაც არსებების შესახებ რომლებიც დადიან რაღაც დასახლებებში რაღაც დამავოი და ნუ აი უამრავი რაღაცა რაც იქ იყო ჩადებული რადგან იყო მე ასე ვიტყოდი რა 90-იან წლებში იყოს აი ორი რაღაცა იყო რა ანუ ერთხელ ამერიკაში იყო რომელმაც დაღუპა უამრავი ახალგაზრდა და გადაიყვანა ამ კრიმინალურ კულტურაზე და მეორე იყო აი ეს ფაილი ჭეშმარიტება სადღაც იქა აი ნაწილი ამაზე შეიშალა ნაწილი იმაზე. ხო ესეც ამიტომ ესეც გარკვეულწილად სამეცნიერო ფანტასტიკასთან არის დაკავშირებული, ხო? ის თემები რასაც იქ შემოტანილი. მრუდი სარკე, აი ეს არის მრუდი სარკე, რომელშიც ირეკლება სამეცნიერო ფანტასტიკა. ზუსტად. ხო, შემდეგი მე მაგალითად ვახსენებდი აქ აი ჩვენ ხა ძირითად ვინ ჩვენ ახსენე, ყველა არის მყარი სამეცნიერო ფანტასტიკის ავტორები, ხო? ჩემი ინტერესები როგორც მთელი სამაშია უფრო რა. კი, მაგრამ არის რბილი სამეცნიერო ფანტასტიკაც, რომელშიც უფრო სხვა თემებს ექცევა ყურადღება, მათ შორის ფრენკ ჰერბერტის დიუნი. ჰერბერტიც იგივე პერიოდის ავტორია სხვათა შორის, რა პერიოდში ეს გრანდები არიან ამ ჟანრში, მაგრამ ჰერბერტმა საერთოდ სხვა მიმართულება აირჩია, ხო? სხვანაირი მიდგომით დაიწყო ამაზე მუშაობა. მისთვის არის
ბოდიში. იგი გისმენ. მისთვის არ იყო მნიშვნელოვანი აი ტექნოლოგიების დეტალური ახსნა და შეძლებებისა. არამედ იყო საინტერესო იმ პოლიტიკური რეალობის გადატანა რაღაცა შორეულ მომავალში და იმის განვითარების პერსპექტივების ჩვენება ან იმისა თუ რა შეიძლება დარჩეს, რა შეიძლება გაქრეს და ასე შემდეგ. და შესაძლოა სოციალურ თემებზეა თავიდან ბოლომდე ორიენტირებული ხომ უფრო მეტად. მასთან შესაძლოა არსებობს აი სამეცნიერო ფანტასტიკის დამახასიათებელი აპოკალიფსის მოლოდინი, აი აპოკალიფტური რაღაცა, რომ სამყარო უნდა განადგურდეს, ხო? აი დიუნის ერთ-ერთი მთავარი თემა ეგ არის, რომ ამ იმპერატორმა, ღმერთმა იმპერატორმა, რომელიც არის შემდგომში შთამომავალი ლეტო ატრეიდესის თავიზოზე, ხო? და შემდგომში ლეტო მეორე. აი მან იმის აზროვნებაში ჩნდება ეს ცნება, რომ აი სამყარო აუცილებლად განადგურდება და როგორ შეიძლება ამის პრევენცია. ანუ ეს თემა შესაძლოა ძალიან ბევრ სამეცნიერო ფანტასტიკაში ხდება ამის შემდეგ, რომ რაღაცა აპოკალიფსი უნდა მოხდეს, ან დედამიწა უნდა განადგურდეს, ან სამყარო ზოგადად და ამის პრევენცია, ხო? ეიკუმშოს ან რაღაცა ეგეთი რა, ანუ ესეც ხო გამოძახილია სამეცნიერო თეორიების, ხო? არსებობს მაგალითად ისეთი კოსმოლოგიური მოდელები, სადაც მართლაც გარკვეული დროის შემდეგ, ხო, შეიძლება სამყარო შეიკუმშოს, ანუ მისი გაფართოება შეიცვალოს შეკუმშვით, ხო? ეს ძალიან ჰიპოთეტური კი არ არის, ეს რეალური ფიზიკურ პარამეტრზეა დამოკიდებული სამყაროს საშუალო სიმკვრივეზე, რომელიც ზუსტად არ ვიცით რამდენია რა. თუ რაღაც კრიტიკულ მნიშვნელობაზე მეტია, შეიძლება შეიკუმშოს კიდევაც. და თუ ბნელი მატერია არსებობს, მაშინ ეს არსებითად შეიცვლება ეს პარამეტრი და სხვადასხვა აი მაგ ეგ თემა dark matter რაც არის, აი ეგ ძალიან ბევრ თანამედროვე სამეცნიერო ფანტასტიკაში ხდება ხოლმე. მე მათ შორის იგივე კომპიუტერულ თამაშებშიც, აი მაგალითად ჩემგან ახსენებ Mass Effect-იც არის, ამაზე ყურადღება მიქცეული, უბრალოდ არსებობს dark energy ესეთი, ბნელი ენერგია, რომელიც იწვევს ვარსკვლავების დაჩქარებული წესით გზის გავლას აფეთქებამდე, ის შემდეგაც მთელი სამყარო უნდა დაეცეს. დიახ, ეს არის რეალური ფიზიკური კონცეფცია, როგორც dark matter-ი, ასევე dark energy, ის რაც ინფლაციურ გაფართოებას განაპირობებს სამყაროსი, მაგრამ ჩვენ soft science fiction-ზე ვლაპარაკობდით. ნახე შენ ერთი საინტერესო მომენტია. ჩვენ ხო ვამბობთ, რომ ერთ-ერთი მთავარი თემა ხელოვნური ინტელექტია საერთოდ სამეცნიერო ფანტასტიკის და მისი არ ყოფნა სადმე აგრეთვე ძალიან ყურადსაღები ამბავია. კი. მივხვდი ხო რა. მათ შორის დიუნში. აი ზუსტად, მაგან გამახსენა, ანუ დიუნში არის სამყარო, რომელშიც ხელოვნური ინტელექტი არ არის, საერთოდ კომპიუტერები არ არის, მენტატები ასრულებენ ამ ანუ რეალურ ადამიანმა იტვირთა კომპიუტერის როლი თვითონ. ხო, და ამაზე ისაუბრეთ თქვენ წინა პოდკასტში ბატონ გაგასთან, ამიტომ მე არ ამგონია რომ რამე შევმატო ამას, მაგრამ იმის თქმა მინდოდა რომ რაღაცის ასეთი მნიშვნელოვანი რაღაცის, როგორიც არის ხელოვნური ინტელექტი არ ყოფნა სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის რამე ნაწარმოებში, მრავლის მეწყველია რა. ეს ნიშნავს, რომ ამ ავტორისთვის ეს თემა მნიშვნელოვანია, როგორც სხვანაირად ახდენს მის წარმოჩენას. ის ამბობს, რომ ეს გზა განვითარების საერთოდ დამღუპველი იქნებოდა, რომ არ ყოფილიყო ის ბატლერიან ჯიჰადი, რომელმაც გაანადგურა ეს მანქანები რა, ანუ ამას ესე ესახება და ასე გადადის სულ სხვა სიბტყეში, სადაც უფრო მნიშვნელოვანია ურთიერთობები ადამიანებს შორის, ადამიანის მენტალური შესაძლებლობების განვითარება, მათი პარაუნარების განვითარება, რაღაც აზრების კითხვა და ასე შემდეგ რა. ასე ძალიან საინტერესოა თვითონ ბუტლერიული ჯიჰადი. ხო, აბა აქტუალური არ იქნებოდა ეს თემები, ახლა წარმოიდგინე რომ ყოფილიყო ყოვლისშემძლე მანქანა, არ იქნებოდა საჭირო ეს მენტალური რაღაც გადაჭარბებული შესაძლებლობები. ამან ეს გზა აირჩია, იმიტომ რომ მის მიზნებს უკეთესად ეს ემსახურებოდა რა, ჰედბეკის მიზნებს. შესაძლოა ეს ბატლერიან ჯიჰადი ძალიან საინტერესო ფენომენი არის ამ დიუნის სამყაროში, იმიტომ რომ ადამიანი ანადგურებს, ანუ ომი აქვს თავისივე შექმნილ მანქანებთან, ხო? და ანადგურებს თავიდან ბოლომდე ამ მანქანებს ისე ტერმინატორშიც ეგ არის. ხო. და აკრძალავს ამის შემდეგ ყველანაირი ესე ტექნოლოგიის განვითარებას, იმიტომ რომ რაღაცა არ შექმნა რაღაცა მანქანა ხატად შენს ხატად და რაღაცა ცნებასავით აქვს რა, რაღაცა იმაში. მაგრამ სხვადასხვა მიუხედავად ამისა კი, შესაძლოა მიუხედავად ამისა, იქ ხდება ამის გარკვეულწილად დარღვევები, არის რამდენიმე პლანეტა ამ დიუნის სამყაროში, X-იანები, სადაც ცხოვრობენ, ხო, ეგრეთ წოდებული, რომლებიც ავითარებენ ამას ტექნოლოგიას გარკვეულწილად იქ და ბევრი ისეთი რამ აქვს, რომელზეც ეჭვი აქვთ უკვე, რომ აი ხომ არ არის ეს
ის რაც იყო ბუტლერიონ ჯიჰადამდე რა. შესაბამისად, ადამიანი მაინც რაღაც დონეზე რაც არ უნდა აკრძალოს, ხო? განვითარებასთან ერთად მოდის, რომ აი აქამდე უნდა მივიდეს თითქოს, ხო? რაღაცის შექმნა. გაჩვენებს ალტერნატივასაც, რომ აი ესეთი გზაც არსებობს კაცობრიობის განვითარების რა. ესეთი გზაც არსებობს და ეს კონსტრუირების და ელექტრომექანიკური რაღაცების შექმნის ინსტინქტი ადამიანში არის რა. ვარიანტი არ არსებობს, რამდენიც არ უნდა აკრძალო ეს გამომგონებლური ინსტინქტი თუ რაც არის ადამიანის კონსტრუქტორის, ინჟინერის ინსტინქტი, მაინც რაღაც ეტაპზე იჩენს და განვითარების რომელიღაცა ბრენჩზე, გადასახვევზე, ხო, წარმოიდგინე ეს ბიფურკაციის წერტილები არის და შესაძლო განვითარების სცენარები. ერთ-ერთ სცენარში ესე წავიდოდა კაცობრიობა, განავითარებდა მანქანას. მეორე სცენარში არაა განავითარებდა და ყველა იმდენად დიდარია დიუნის სამყარო, რომ აქვს ფუფუნება ამ კაცს, რომ აჩვენოს ყველა შესაძლო სცენარი, რაც მოიაზრა მან. სხვადასხვა დიუნზე შეიძლება ამბობენ ხოლმე რომ ეს არის სამეცნიერო ფანტასტიკა და ზოგადად წიგნი რომელიც არის დაახლოებით აი ტოლსტოის ომი და მშვიდობასავით ანუ ყველა მიცის მაგრამ ცოტას აქვს საკითხული იმიტომ რომ ხო სხვადასხვა აი მართლაც ასე არის უმეტესობას პირველი ტომი აქვს მარტო ხოლმე საკითხული ამ ნაწარმოებისა იმიტომ რომ მეორე ბევრად მძიმე საკითხავი არის ვიდრე პირველი ნაწარმოები და ძირითადად დატვირთული არის აი ფილოსოფიური და სოციალური თემებით რომლის კითხვა ხშირად ეზარება სამეცნიერო ფანტასტიკაში მეტნაკლებად მაგაში უნდა გაგეთანხმო რომ პირველ წიგნთან ლიტერატურული თვალსაზრისით და წაკითხავადობის თვალსაზრისით ვერ მოდის ხვები რა ან ეს არ ნიშნავს რომ ხვები არ უნდა წაიკითხონ თუ მართლა გაინტერესებს ჩაგითრევს ეგეც რა გარკვეული hard science fiction-იც ეგეთი არის აი ლემის კითხვა ძნელია მაგალითად სულარის კითხვა ძნელია მაგრამ ჩელენჯია ერთგვარი და კი რაღაც გამოწვევა არის და პირველ წიგნთან ლიტერატურული თვალსაზრისით ვერ მივა ეს ხვები, მაგრამ მაინც ძალიან საინტერესოა. ხო, აი მე მაგალითად პირადად ენდი უილის მარსელმაც დამღალა რაღაც დონეზე, ხო? იმიტომ რომ საკითხლობ ყოველ დღე დღიურში რომ კარტოფილი როგორ უნდა მოიყვანოს და ყოველდღიურად როგორ ამოთხარა მიწა და იღლები, ხო? მისგან გარკვეულწილად. ამიტომ არის რომ მე ვფიქრობ რომ საერთოდ სამეცნიერო ფანტასტიკა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მიღებული ჟანრი არის კინოინდუსტრიაში, ანუ იმიტომ რომ ძალიან ბევრი სამეცნიერო ფანტასტიკური ნაწარმოები იქცა ფილმად, ხო, შემდგომში. მიუხედავად იმისა, რომ აი ძალიან ეფექტური არის ამ ყველაფრის გადაღება, ხშირად ვერ ხდება ხოლმე ძირითადი ფილოსოფიური შინაარსის გადმოტანა ეკრანებზე. იმიტომ რომ სხვა რაღაცაში აი ნახე, აი სოლარი სისტემა გეუბნები ორმა კაცმა გადაიყო. სოდერბერგზე გადავიდეთ მაგალითად რა. აი ჟარგონისთვის მომიტევე, მაგრამ აი მალაკოს რასაც ეძახიან, ხო იცი, ბურთს რომ ვერ გაარტყავ, ფარსაც რომ ვერ გაარტყავ. აი ესეთი ხაია დაემართა რა. მალაკო გააკეთა რა. საერთოდ ახლოსაც ვერ მივიდა იმ შინაარსთან რაც აი ტარკოვსკის კიდე სხვა პრობლემა აქვს მიხდი იმან აქცენტები წაანაცვლა ეთიკისკენ ქრისტიანობისკენ და უნდა ეჩვენებინა რომ კოსმოსი ცუდია დედამიწა კარგია და ლემს პირიქით უნდა ეჩვენებინა რომ დედამიწა ცუდია და კოსმოსი კარგია და ბევრი სხვა რაღაცა მაგრამ ამ სოდერბერგის ეკრანიზაციაში საერთოდ არაფერია ეს შინაარსი დაცლილია რა აი რაღაც love story არის და რაღაცა love story არის კოსმოსში რომელიც გაუგებარ პერსონაჟებს გაუგებარ ადგილას ემართება უფრო მაგარ სამეცნიერო ტექნოლოგიურ ანტურაჟში რა ანუ როშიადა რო ახლა 70-იანი წლების სადგური რომელზეც ხდება ტარკოვსკის ფილმი გაგეცინება რა ანუ მუყაო და ის არის რა ქვია მუყაო და ტაშტში არის გადაღებული ის ოკეანე ასეთ შტაბეჭდება მრჩება რომ აი ბავშვობაში რო ქონდა რაღაცა დასაწეპებელი ქაღალდებისგან რაღაცა პაპიე-მაშეები აი ესეთი რაღაცა არის სადგური და ტაშტში არის გაკეთებული რაღაც კოლოიდური ხსნარით გაკეთებულია ის ოკეანე ამასთან ხო გასაგებია სკაფანდრები აქვს მოკდები სიცილით ისეთ სასაცილო და ამ სოდერბერგის ფილმში რა თქმა უნდა ყველაფერი ისეა როგორც შეეფერება ჰოლივუდს სადგური გავს სადგურს აი როგორი შენ წარმოგიდგენია როგორიც მე წარმომიდგენია როგორი უნდა იყოს კოსმოსური სადგური მომავალში იმას გავს რა მაღალ ტექნოლოგიურია ისეთი 2002 წელია წარმოიდგინე და ხალხი ისეთ სკაფანდრებში დადის რომ ილონ მასკმა სულ რამდენიმე წლის წინ გააკეთა თავისი SpaceX-ის პროგრამისთვის რა ხალხი რო დაყავსა წინ და უკან ანუ ტექნოლოგიური ანტურაჟის თვალსაზრისით ოკეი მაგრამ შინაარსი არის აი ისეთი აი გაუგებარი love story-ა რომელიც უბრალოდ ემართება გაუგებარ ადამიანებს გაუგებარ ადგილას აი კაცლა ყველაფერს რა ხო არა სხვადასხვა ასევე როგორც ლემია ასეთივე რთული გადასაღები ჩემი აზრით არის ლავკრაფტი
რომელიც უნდა ვახსენოთ ალბათ ბანალურ ხორორში ვარ გადავარდე რა აი ბანალურ ხორორში ვარ გადავარდე და კლიშეებზე არა აგო როგორ უნდა გადაიღო აი ბოდიში შეიძლება ჩაციკლული ვარ მაგრამ მართლა იგივე ლემზე რო ვთქვა რა აი ლემმა რო გალანცხა ტარკოვსკი რა შენო ჩემი ფილოსოფიური გნოსეოლოგიური ეპისტემოლოგიური იდეები არ ჩადე ფილმში დანაშაული და საჯელი გადაიღეო და რაღაცა გალანცხა ის კაცი ოკეი მიღებულია მაგრამ თვითონ ლემს ნეტა როგორ წარმოედგინა ამ შინაარსის გადატანა ეკრანზე აი როგორ უნდა გადაიტანო ეპისტემოლოგიური პრობლემები, შემეცნებითი პრობლემები, ხო? ეკრანზე. აი რა უნდა გამოსვლოდა? ხო იქნებოდა აი კოშმარი. ეს მეორე მხარეს გვაქვს ეს რა, არასწორი მოლოდინი, იმიტომ რომ ეკრანის შესაძლებლობებით შეზღუდულია რა, ვერ გადაიტან ახლა იმას. ლუდვიგ ვიტგენშტაინის ტრაქტატს ვერ გადაიტან ეკრანზე რა. კი, სხვადასხვა დიუნის ეკრანიზაცია ძალიან რთული იყო, იმიტომ რომ დიუნშიც ძირითადი აქცენტი კეთდებარაზე იმ დიალოგებზე, იმ ახსნაზე, რაცაც ჰერბერტი გვთავაზობს, აი ამ სამყაროში არსებული პოლიტიკური რეალობის აღსაქმელად და როგორიც თუნება, ანუ ჰერბერტი კიდე გამონაკლისია, იცი რატო? იმიტომ რომ მაგასთან ექშენიც ძალიან მაგარია. ანუ რეალურად მერე რაც ხდება, არის სუფთა ექშენი. მაგარი ომი იწყება ანუ რეალურად ის რაც უყვარს მასობრივ მაყურებელს რაც უყვარს ომები, ჩხუბები, რაღაც რაკეტები, ბლასტერები, ეს ყველაფერი იქ არის რა. ეს ყველაფერი არის, მაგრამ პარალელურად ამასთან ერთად არის რაღაცა უფრო ღრმა შინაარსი და როგორ უნდა შეათავსო ისე, აი ოქროს შუალედი როგორ უნდა დაიჭირო, რომ მაყურებელი ყავდეს ესე იგი გამოჭერილი სპეცეფექტებით, ომებით და ჩხუბებით და თანაც გადმოსცე ეს შინაარსი რა. ეს ძალიან ძნელია. ხო, ხა იცი რა, დენი ვილნევი რაც მართალია ხა ზოგს მოეწონა დენი ვილნევის ვერსია დიუნისა და არის კატეგორია რომელსაც არც ძველი ვერსია მოსწონს არც ახლანდელი არ მარადიული ის არის ხალხია იგეთი მაგრამ ჩემი აზრით გაცილებით უკეთესია ვიდრე მანამდე არსებული ის დევიდ ლინჩისეული ძველი გადაღება ხო დიუნისა რომელიც არ ვიცი ახლა იმას ყავს თვითონ ეზიზღება რეჟისორს ხო ის იქცა რაღაც საკულტო ფილმად და ვიღაცა ისინი ყავს ფანები რა თქმა უნდა საკულტო ფილმების არსებობს ეგეთი კატეგორია და რაღაცა მაგრამ ნუ ის არ არის რა ისე შეიძლება ისე ვითქვას რომ შეიძლება არ არის ცუდი აი კაი ლექსის თარგმანებით არის ხო თქვი რა სხვა ლექსია უბრალოდ კი არა ახალი ვერსია აშკარად უკეთესია იცი რა არის ძირითადად რა თქმა უნდა ახლა სპეციფიკები რაღაცის გარეშე ეს ვერ გახდებოდა წარმატებული კინო ინდუსტრია ანუ ბულსკოპცი ამ ფილმს აქვს თავისი მოვალეობა გარდა იმისა რომ რაღაცა გადაიღოს კარგად რეჟისორმა ამავე დროს რომ მიმზიდველიც უნდა იყოს მაყურებლისთვის ანუ უნდა შესაბამის შემოსავალიც უნდა დადოს ფილმმა იმისთვის რომ შემდგომი პროექტები განხორციელდეს მერე და ხო საუკეთესო შემთხვევაში არტჰაუსი იქნება და ეგ არასდროს არ არის დენი ვილნევისნაირი რეჟისორების მიზანი არასოდეს კი, ალბათ ვერც მოიპოვებდა დაფინანსებას, აი ერთ-ერთი არტჰაუს სტილში რო გადაიღო ეს ფილმი ამ ხელა მასშტაბებში, ხო, იმიტომ რომ ძალიან დიდი ბლოკბასტერია. ასეთი ფილმი რაც მახსენდება, მე ახლა მე არა ვარ დიდი ისა კინომანი და ვერ დავდებ თავს, რომ მოსიარულე კინოენციკლოპედია ვარ, მაგრამ ასეთი ფილმი არტჰაუსის ფორმატის გადაღებული სამეცნიერო ფანტასტიკაზე ეს არის ფრანსუა ტრიუფოს 451 გრადუსი ფარენჰაიტთან გადაღებული იცოდი? სასწაული არის აი მაგ თვალსაზრისით არის სასწაული რა რომ რეალურად ეს არის სამეცნიერო soft science fiction-ი რომელიც გადაიღო არტჰაუსულად და არ ვიცი აი რამდენად არის წარმატებული ეს ცდილობა არ ვიცი ერთხელ ვნახე და ახლა რომ ძალით რაღაცა ვერ მაყურებინე ფაქტს მეორე ხო არა ამიტომაც ამჟამს უხდება შესაბამისი მასშტაბურობა რა თქმა უნდა ჯერ ბოლო ხა კოსმოსურ მოგზაურობას რომ უყურებ ან გადაადგილებას ან უცხო პლანეტაზე ან რაღაც აი საერთოდ სხვა შეზნება გეუფლება ხო ანუ ამის გარეშე ეხა რაღაცა უბრალოდ რომ ოთახში იყოს გადაღებული და იქ ლაპარაკობდნენ იმ თემებზე რა თქმა უნდა ან კუბრიკი უნდა იყოს იმიტომ რომ მაგალითად 2001-ში რა ხდება დიდი ნაწილი ხდება ზუსტად ასე რა კამერული არის ხდება იმ ჩაკეტილ სივრცეში რომელიც არის კოსმოსური ხომალდი და ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა ინტერიერს როგორ გადაადგილდებიან რას ჭამენ იმიტომ რომ ეს hard science fiction-ის მიხედვით არის გადაღებული. კლარკის რომანი რო წაიგითხო, ხო? ძალიან დეტალურად არის აღწერილი თვითონ ეს ხომალდი Discovery როგორ იყო მოწყობილი, როგორ გადაადგილდებიან იქ ბოდიში და საპირფარეშოს თემაც არის იქ განხილული, იმიტომ რომ ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია რა. თითქოს დეტალებია, მაგრამ რაღაცნაირად ფუნქციონირებს ეს ყველაფერი კოსმოსშიც. და ის როგორც კლასიკოსი hard science fiction-ის მწერალი, ამას უთმობს ყურადღებას რა. იმასაც უთმობს ყურადღებას რა ტექნოლოგიით მოძრაობს, თქვათ, აი
ციურ მექანიკას ეხება, იუპიტერს რომ მიუახლოვდება ეს Discovery, იქ გრავიტაციული შურდული არის, ესეთი მანევრი, რომელიც იყენებს იუპიტერის გრავიტაციულ ველს ასაჩქარებლად და იმას აღწერს დეტალურად. ანუ რიგითი მკითხველისთვის ძალიან დამღლელი შეიძლება იყოს ეს რა. მაგრამ თუ ხარ კლარკი ლიტერატურაში და კუბრიკი კინოში, შენ შეგიძლია რა თავისუფლება მისცე და მკითხველი ან მაყურებელი გამოიწვიო და ჩაითრიო ამაში, მაგრამ ყველას ეს რა თქმა უნდა არ გამოსდის და კლასი ხო, სხვადასხვაის ხო აი ლავკრაფტი ვახსენეთ ბოლოს და ლავკრაფტის როგორც მათ შორის მე ლემსაც მაგონებს რაღაცა მომენტით, რომ ეს არის აი ის კოსმიური რაღაცა სხვა არსებული სიცოცხლეები, რომელიც არის ადამიანისთვის არის შეუცნობელი, აქაც ლავკრაფტთანაც იგივე არის სამთვალსაესით, ხო? კი. არა მარტო ლავკრაფტთან, სხვადასხვაის მე სტივენ კინგსაც გავიხსენებდი ამ თვალსაესით, სადაც ასევე შემოდის ასე და ცნობილი იტი, ხო? ანუ ის თავისთავად აი ისიც რაღაცით თითქოს ამ კატეგორიაში ჯდება, თუმცა იქ ლავკრაფტი ამ შემთხვევაში საშინელებათა ჟანრიც არის გარკვეული. უფრო მისტიკა, აი ზუსტად გასოს რომ ვაპარაკობდი, რითი განსხვავდება ლემი ასეთი ჟანრისგან. უყურე, ის არ გადადის მისტიკაში, ის არასდროს არ გიქმნის ამ გოთიკურ რაღაც ატმოსფეროს და ვაიბს რაღაცა მისტიკური ჰორორის და რაღაცა არამქვეყნიური რაღაცეების. მიხვდი? ლემთან ყველაფერი ამქვეყნიურია, ყველაფერი რაციონალურია, უბრალოდ შედეგი დგება ირაციონალური. უფრო სწორედ ისეთი, რომლის გააზრება ადამიანურ კატეგორიებში შეუძლებელია. ლავკრაფტი კიდე სხვაგან არის. ლავკრაფტი ამ იგივე ეფექტს აღწევს სხვა გამომსახველობითი მეთოდებით. აი ამ გოთიკური ჰორორის ვაიბის შექმნით. ხო, თავისთავად. ნამდვილად აი ლავკრაფტთან აი თუნდაც იქ თულჰუ და ის რაღაცა თითქოს ღმერთები რაღაცა წარსულისა, რომელიცაც არც ზუსტი სახე ვიცით იმის რომ რას წარმოადგენს, როგორ გამოიყურება, ან რა უნდა, ან ყველაფერი არის მისტიკური არის აბსოლუტურად, ხო? ანუ ჩვენთვის უცნობი არის ეს ყველაფერი, ისევე როგორც აი მე მაგალითად ვიტყოდი რომ ლავკრაფტისეული ფილმებიც რაც არის გადაღებული, ასეთივე ვერც ერთმა ვერ დაიჭირა ის მისტიკა რაც ლავკრაფტს აქვს გარკვეულწილად, იმიტომ რომ აქ უკვე მაყურებელს უნდა აჩვენო რაღაცა რა, უნდა აჩვენო რაღაც განსხეულებული ამ შემთხვევაში მინდა მაყურებლამდე ძალიან ძნელი არის. ხო, ძალიან ძნელი არის რა ეს. იქ მაგალითად წიგნის კითხვის დროს უბრალოდ ატმოსფერო არის ისეთი, რომელიც თავისთავად აი გაშინებს რაღაცნაირად, რაღაც ის გიჩდება განს და უცხოს შიში, რაღაც უცნობი შიში და მაგას კინოეკრანებზე გადმოტანა ისე რომ არაფერი არ აჩვენო მე რომ რისი გეშინია სინამდვილეში, ხო? აი ცოტა ძნელი არის ამ შემთხვევაში ეს რომ აი ნახე, აი უყურე, ზუსტად აი მაგალითად ავიღოთ ისა Alien, უცხო რიდლი სკოტი. უცხო, აი ზუსტად მეც მეხსენებია. ხო, აი უცხო რა. აქაც მაგარი ისეთი შემზარავი რაღაცა არის, მაგრამ ის მატერიალურია, გესმის? მატერიალურია. ანუ კი მაგრა არ გავს, მაგარი საშინელი რაღაცა, მაგრამ მაინც რაღაც არსებაა და ლემთან ესე არ არის, წარმოიდგინე რა, ლემთან ეს არის უბრალოდ რაღაცა ორგანული მატერიაა. ფორმაც კი არა აქვს, გესმის? ანუ რაღაც პლაზმაა რა, ბიოლოგიური რაღაცა პლაზმა. რაღაც ამინომჟავების თუ რაღაცეების ნაზავია, რომელიც გაუგებარი მანქანებით, ჩვენთვის უცნობი მანქანებით აზროვნებს, ფაქტია რომ აზროვნებს. მაგრამ რა უნდა, საერთოდ უნდა თუ არა რამე, ეგეც კი გაუგებარია რა. ანუ შეხების წერტილი არ მოიპოვება რა. აი ესე. ხო, აი უცხო მის რიდლი სკოტის რომელსაც ძალიან საინტერესო დიზაინი მისცა შვეიცარიელმა ილუსტრატორმა გიგერმა. ჰანს რუდი გიგერმა. ხო, ძალიან მართლა მე ვფიქრობ რომ მაგ ფილმის და ზოგადად მაგ ხაზის წარმატება, მაგ ფრენჩიზის უბრალოდ ვიცილად არის გიგერის დამსახურებაც, მაგრამ ანუ ვიზუალის. ხო, აი ხა წარმოიდგინე, აი იმ შიშის, რომელზეც ვლაპარაკობდით, როცა ლემზე ვსაუბრობდით, იმის გადმოცემა როგორ შეიძლებოდა ეკრანზე, მე ვერ გავიგე სინამდვილეში რა. წიგნში ეს შესაძლებელია, იმიტომ რომ ის მწერალი თავისი ოსტატობით ქმნის ამ ატმოსფეროს, აი ლავკრაფტზე რო ამბობდი, ლემზე იგივე შემიძლია თქვა და ასეთი ტიპის შიშის გადმოცემა ეკრანზე არის ძალიან ძნელი რა. აი სოდერბერგმა საერთოდ ხელი აიღო მაგაზე, იმასთან ოკეანე მაგარი სიმპათიური ლამაზი სპეციფექტებით დახუნძნული რაღაცაა რა. ნუ ტარკოვსკი შეზღუდული იყო ტექნოლოგიებით თავისი დროით და მართლა მრჩება შტაბეჭდება რომ ტაშტში იყო გადაღებული ესა რა რაღაცა იმითი რა ქვია სარეცხი ფხვნილით აი ეგეთი შტაბეჭდება მრჩება, მაგრამ მეორეს მხრივ რო შეხედო უფრო ზოგადად ამ პრობლემას რა, როცა ლაპარაკი არის შიშზე
რომელიც გამოწვეულია არა რაღაცა ვიზუალით, ანუ რაღაც საშინელი ტიპი კი არ გაშინებს რაღაცა თავისი მონსტრუოზული გარეგნობით, არამედ ეს შიში ან არის მეტაფიზიკური რაღაცა, როგორც არის კტულხუს შემთხვევაში რაღაცა არა ამქვეყნიური მისტიკური, ან კიდევ გამოწვეულია იმით, რომ ხდება კონტაქტი რაღაცასთან, რისი ბუნების შესახებაც შეუძლებელია რაიმე რაციონალური დასკვნის გაკეთება. ამის გადმოტანა ეკრანზე მე მგონი არის უდიდესი გამოწვევა და ჩემი აზრით ამ ეტაპზე არავის არ გამოუვიდა ეს. კი, გეთანხმები. და საერთოდ რა არის იმდენად ფართო თემა, აი თითოეული მიმართულებით, ანუ მარტო ისე რომ დაყო, რამდენი ავტორის ჩამოთვალეთ, რომ იმის მსგავსი კიდევ რამდენი არსებობს იმ მიმართულებით, რომ ეს არის უკვე 10-ობით, 100-ობით და 1000-ობით. ნიკა, ესენი იმიტომ გამოვყავით, რომ ჩვენ ესენი მოვიაზრეთ, როგორც მე პირობითად ვეძახი მატრიცებს, რა. იმიტომ რომ ეს არის რაღაცა ესენი არიან ავტორები, რომლებმაც შექმნეს არქეტიპები. ეს სიუჟეტები და პერსონაჟები და სიტუაციები, რომლებიც განმეორდა ძალიან ბევრგან, რა, ანუ ასე ვთქვათ, საკვები მისცეს მთელ თაობებს, მომავალ თაობებს, მწერლების, რეჟისორების, კომპიუტერული თამაშების შემქმნელების თაობებს, რა, შექმნეს რაღაცა თვალსაჩინო და ჰორიზონტი და აი ეს მომავალი თაობები ავსებენ და აფართოვებენ. ესენი მაგიტომ გამოვყავით, მაგიტომ ეძახიან founding fathers, რომ მათი მემკვიდრეობა ცოცხალია იმ გაგებით, რომ ყოველთვის ამ სიტუაციებს, ამ პერსონაჟებს, ამ კოლიზიებს, ამ ეთიკურ დილემებს ახალი ახალ ნაწარმოებებში ვხვდებით რა, ახალ გარემოებებშია. ხო, ანუ დროსაც ხო შემოაქვს თავისი კორექტივები, რაღაცები ხდება ტექნოლოგიებში, რაღაცა ხდება საზოგადოებაში და მაგრამ ყოველთვის შეიძლება წავიდეთ უკან ესეთი reverse engineering-ი ჩავატაროთ და სადღაც მივალთ რა, ან აზიმოვთან, ან კლარკთან, ან ჰაიმლაინთან, ან ჰერბერტ უელსთან, ან ჯულ ვერნთან. ყოველთვის ესე მივალთ დამფუძნებელ მამებთან ამ ჟანრის და მაგიტომაც გამოვყავით ესენი რა. კი, ნამდვილად, მგონი ძალიან ლოგიკური ეპილოგი იყო შენგან, იმიტომ რომ ჩვენ ახლა შეგვიძლია რომ საათობით ვისაუბროთ, ხო, სამეცნიერო ფანტასტიკაზე. უამრავი ავტორი ჩამოვთვალოთ, ახლა თუნდაც შეგვეძლო გვესაუბრა Heinlein-ზე, მაგალითად, რომელსაც აქვს ძალიან გარდა იმისა, რაც ნათარგმნია ქართულ ენაზე, მისი ძალიან საკვანძო ნაწარმოებები, აქვს ერთი ძალიან ჩემთვის ნაცნობი Starship Troopers, რომელზეც არის ცნობილი ფილმის გადაღებული და ვფიქრობ, რატომ არის საინტერესო ნაწარმოებები, იმიტომ რომ აქ შემოდის კიდევ ერთი საინტერესო თემა, ადამიანისა და უცხო პლანეტური ცივილიზაციების ბრძოლა და პირისპირება და გარკვეულწილად აი სამხედრო შინაარსით შეიძლება სამხედრო ლიტერატურა რაც იწერება. ნუ სამხედრო კაცი იყო, Heinlein ის იყო, სამხედრო პირი იყო, მე მგონი სერიოზული ჩინიც ჰქონდა ჯარში, ამერიკულ ჯარში. კი, და აი ზუსტად მის დროს ჩდება აი ეს ეგრეთ წოდებული კოსმოსური ძალები, რომელიც უშუალოდ უცხო პლანეტურ ცივილიზაციებს უპირისპირდებიან, რომელიც თავისთავად შეიძლება სულაც არ იყოს ჰუმანოიდური, ხო? როგორც Starship Troopers-ია ზუსტად რაღაცა დიდი ხოჭოების მსგავსი რაღაც ინსექტოიდები ამ შემთხვევაში, რომელთანაც მათ ბრძოლა უწევთ და შემდგომში ძალიან ხშირად ნაწარმოებებში, ასევე ფილმებში, წიგნებში შეგვხვდება ხოლმე კოსმიური საზღვაო ქვეითები, ეგრეთ წოდებული Marines, ანუ Space Marines, რომელიც განსაკუთრებით უცხოში არის, კარგად ნაჩვენები, უცხოს მეორე ნაწილში განსაკუთრებით Aliens-ში. ხო, რა სპეცდანიშნულების რაზმები რაღაცა ეგეთი. ხო, რომელიც განკუთვნილი არის აი სპეციალურად კოსმოსში მოქმედებისათვის. და ამას გარდა რეალურად ისე არსებობს დიდ სახელმწიფოებში დღეს კოსმოსური ძალები, რომელიც პასუხს აგებს აი ზუსტად კოსმოსიდან პოტენციურ გამოყენებაზე, ჯერჯერობით ადამიანების წინააღმდეგ. მაგრამ რა იქნება მომავალში ამ თვალსაჩინოებით ეს არავინ არ იცის, ხო, ჯერჯერობით. რომელიმე ფანტასტიკა აუცილებლად ექნება აღწერილი ესეთი სცენარები. ანუ ძალიან რეალობა ძალიან ხშირად ბაძავს ხელოვნებას, ხო იცი? ხო, რას ფიქრობ ისე ანუ სამეცნიერო ფანტასტიკას რა მომავალი აქვს, აცი კიდე უფრო კიდე გადაიჭრება უფრო და უფრო გაურკვეველში თუ დარჩება რაღაცნაირად და ის იქნება სტაგნაცია ამ ჟანრში. როგორ წარმოგიდგენია? ძალიან რთული შეკითხვა არის. ეს ყველაფერი დამოკიდებულია ტექნიკურ პროგრესზე. ან ჩვენ რას მივახცევთ? იმიტომ რომ იმ ფანტასტიკის ოქროს ხანასაც და აღზევებას ასეთი დიდი ავტორების რა უწყობდა ხელს? ტექნოლოგიური პროგრესი იმ ქვეყნებში, რომლებიც ერთმანეთს ესე იგი ამ პოლიტიკური მოტივებით უპირისპირდებოდნენ. შესაბამისად, ბიძგს, ანუ იცი როგორ არის? აი ერთი მაგარი ნახატი არის ეშერის რა, ხელი ხატავს ხელს, რომელიც ხატავს ხელს.
ძალიან ისეთი უცნაური ნახატი არის რა, ანუ წარმოუდგენელი ნახატი არის, მაგრამ იდეა არის მაგაში რა, რომ ტექნოლოგიები კვებავს ფანტასტიკას, ფანტასტიკა კვებავს ტექნოლოგიებს რა. აი ესეთი ლუპი არის ეს და მე მგონი ფანტასტიკის განვითარებაც ძალიან დიდწილად არის დამოკიდებული რა იმპულს მიიღებს ტექნოლოგიების განვითარებისგან და ისტორიისგან, ანუ რა მოხდება ჩვენ პოლიტიკურ რეალობაში, რა ტექნოლოგიები იქნება შექმნილი, მივახცევთ თუ არა რაღაც მიახლოებაში მაინც ხელოვნურ ზოგად ინტელექტს, artificial general intelligence რაც არის, რომელიც არის მრავალფუნქციური ყველაფერს აკეთებს და მოკლედ აი ამაზეა რა, ტექნოლოგიურ პროგრესს, რას მივახცევთ. კი, და თანაც ეხლა მე მგონია რომ რადგან ბოლო პერიოდში შეთახშენ ახსენებენ რომ თვარეზე დადგა დრო ისევ დაждდომის ადამიანების. კი, არტემისი ხო აქვს პროგრამა ახლა ამერიკელებს რომ დაждდეთ. ჩინელებსაც აქვს. ხო, და შესაბამისად მე მგონია რომ ეს გარკვეულწილად წაახალისებს კიდევ უფრო სამეცნიერო ფანტასტიკას. აი თუნდაც მარსის სამომავლო გამოკვლევები, თუნდაც მე ვუხსნახებ ამ პრობლემას უყურე ხოდიში. აი იგივე მაგალითად თანამედროვე ომები, რომლებიც გადაინაცვლა უკვე დრონები, რობოტები, ეს ყველაფერი უკვე არსებობს. Boston Dynamics-ის რობოტმა რამდენიმე წლის წინ ნახტომი გააკეთა რამდენიმე და გაგვიკვირდა და ეხლა უკვე ცეკვავს. ანგოს ცეკვავს, რაღაც სალტო მორტალებს ატარებს და უამრავი სამხედრო დანიშნულების რობოტი უკვე არსებობს YouTube-ზეც და ყველგან შეგიძლია ნახო, როგორ წინააღმდეგობებს როგორ უვლიან და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი შეიძლება ძალიან მალე ვიხილოთ in action ომში. და უკვე ხედავთ კიდევაც ნაწილობრივ. ესეც მისცემს ხო, ხელოვნური ინტელექტი ვითარდება და ვითარდება. ხო, ბოლო უკვე რამდენიმე დამოკიდებული ეწოდებული chat GPT-ზე. რაც ასევე ასევე ზუსტად აი ამას განეკუთვნება თემას. თუ ChatGPT არ დაიწყებს ყველას მაგივრად წერას, მათ შორის ფანტასტიკური ლიტერატურისაც, რაღაც მომავალი ფანტასტიკური ლიტერატურას აქვს. კი ბატონო, ნამდვილად. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, უაღრესად საინტერესო საუბრისთვის, ჩემთვისაც და დარწმუნებული ვარ მსმენელისთვისაც. ამოუწურავ ჟანრზე ვისაუბრეთ და იმედი მაქვს მე შემდგომში შეგვეძლება უკვე თითოეული ცალკე ესეთი საკვანძო ნაწარმოები ისეთივე როგორც დასაბამი მაგალითად აზიმოვისა ჩვენ უკვე მწარე პოდკასტის ფარგლებში განვიხილოთ და შევადაროთ ისტორიულ თემებს, რომლებიც ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული, ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული. აი იქ გავარჩიოთ მე ედვარდ გიბონისეული ვერსიები, რომის დაცემისა და შევადაროთ რა დაწერა უკვე აზიმოვმა, რა შემოგთავაზა და რა მდგომარეობა გვაქვს დღეს. იმიტომ რომ იმის მერე კიდე ბევრი რამე შეიცვალა იმპერიების დაცემის მიზეზებისთან დაკავშირებით და ალბათ ახლა რო დაეწერა აზიმოვ შეიძლება ცოტა სხვანაირი ყოფილიყო ეს მისი დასაბამი. მადლობა კიდევ ერთხელ და მსმენელს დავემშვიდობები მომავალ პოდკასტამდე გემშვიდობებით.